კიმონიც და პერიკლეც ორივე პარტიაც იყო აგრესიულად განწყობილი სპარსეთის მიმართ. კიმონმა მოაწყო 450 წელს დიდი ლაშქრობა საკმაოდ წარმატებით დაიწყო, მაგრამ მე იქ მოხდა ასეთი აბა კიმონი დაიჭრა ბრძოლაში მძიმედ და დაიღუპა. ათენური ფლოტი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სახლში. ათენელებმა და კერძოდ პერიკლემ და მისმა მომხრემა გადაწყვიტეს, რომ სპარსეთთან უნდა დაიდოს სავი. ამ პერიოდში უკვე ჩდება დემოკრატიულ პარტიაში უკიდურესად აგრესიული მემარცხენე ფრთა, კერძოდ დემაგოგების სახით. ისი ლიდერი არის კლეონი და მან დაიწყო დიდი მშენებლობა. კერძოდ აკროპოლისი მოიხსენებათ, ეს იყო ბორცვი ათენის ცენტრში, სადაც ყოველთვის იყო ციხესიმაგრე, თავშესაფარი, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის იყო ქალღმერთ ათენას საპატივცემულო ნაგებობები, ყოველთვის იყო ხშირად იცვლებოდა, მე სპარსელებმა დაანგრიეს და დაწვეს, კართაგენზე უფრო ძლიერი იყო ათენა. პერიკლე თვითონ ჩაუდგა ფლოტს სათავეში, სამოში შემოარტყეს ალყა. ეს ხდება 440 წელს ძველი წელთაღრიცხვით. ალყა გაჭიანურდა. პერიკლეს უკვე პრობლემები ექნა თვითონ ათენში. კი, სტრატეგოსია, კი, გავლენებია, კი, ყველა მის ჭკუაზე დადის, ყველა აღიარებს მის სიბრძნეს, ყველა აღიარებს მის პატიოსნებას, ყველა აღიარებს მის ავტორიტეტის შეუვალობას, მაგრამ ნუ ახლა რამდენი ხანი? საბოლოო ჯამში ათენი და სპარტა უნდა დატაკებოდნენ. ახლა ერთხელ დაეტაკდნენ კიდევაც მცირე პელოპონესის ომის დროს, მაგრამ ის ნაკლები ინტენსივობით იყო, მგრევა არ იყო, დაიწყო. დასავლეთით გაცურეს პელოპონესის დასავლეთ და კუნძული კეფალინია წაართვეს სპარტელებს და პელოპონესელებს და ძალით შეათრიეს ეს კეფალინია და კუნძული ითაკა ათენის არქეში. ამბობენ, რომ 1/3 ამოწყდა ათენის მოსახლეობას, მათ შორის ჯარეს და მეყოფე დაკარგეს ბევრი. ძალიან ბევრი ხალხი დაიხოცა. პერიკლესაც ეწვია უბედურება. მოკვდა მისი ორივე კანონიერი შვილი. ქსანთიპე და პარავლე. პერიკლე მოკვდა თვითონ გიორგი. რა შექმნა მან? დემოკრატია შექმნა თუ იმპერია შექმნა? ეს პერიკლეა, პერიკლეს მოდელი აიღო სამყარო. პერიკლეს ათენი, იერუსალიმი, ათენი, რომი. პერიკლე არის ამ სამთაგანი მამა. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. გვიხარია კვლავ თქვენთან შეხვედრა, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ და უსმენთ დროების YouTube არხს, სადაც გთავაზობთ გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში, რომელსაც უძღვება ისტორიკოსი გუბა სანიკიძე. გუბასთან ერთად ჩვენ ვეცნობით, ვუბრუნდებით გარკვეულწილად და თავადაც მოგზაურობთ ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ფაზაზე. ვიღებთ ძალიან საინტერესო ინფორმაციას, ცოდნას ვიძენთ ყველანი, რის გამოც გუბას კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა. წინა გადაცემაში ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ კლასიკური საბერძნეთის ეპოქაზე, ვისაუბრეთ პერიკლეზე, თუმცა პერიკლეს მიერ, ასე ვთქვათ, ჩადენილი პერიკლეს მოღვაწეობის ამსახველი ბევრი რამ დაგვრჩა მოსათხრობი თქვენთვის და დღევანდელ გადაცემაში ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ. გუბას შეგვიძლია დავიწყოთ, მანამდე კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, რომ დაგვიდგეს გვერდში, გამოიწეროს დროების YouTube არხი, მოიწონოს ჩვენი გადაცემები, გაუზიაროს მათ, ვისთვისაც ეს ცოდნა ემეტება. გუბას გისმენ. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ძვირფასო მეგობრებო, არ დავგზრახოთ იმის გამო, რომ
პერიკლეს ხანაზე ჩვენ თითქმის შუაში გავჩერდით, იმიტომ რომ ძალიან მოცულობითი თემა არის, არც ის გვინდა რომ ძალიან გადაგღალოთ, იმიტომ რომ ადამიანის აღქმის უნარი თქვათ ინფორმაციის მიღების დროს გაცილებით უფრო ეფექტურია ვიდრე ინფორმაციის მიღების ბოლოს, ამიტომ თითქოს და არაბუნებრივად შევწყვიტეთ პერიკლეს შესახებ და მის ხანაზე საუბარი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასე ჯობია. ხანდახან დროსაც მოითხოვს ინფორმაციის გაანალიზება, აღქმა და შეთვისება, იმიტომ რომ ერთია საღამოს რო გაიგებ და მეორეა დილით რომ გაგახსენდება საღამოს გაგებული ეს ბევრს გამოგვიცდია საკუთარ თავზე. ამიტომ ვაგრძელებთ შუაში გაწყვეტილ მოგზაურობას პერიკლეს ხანაზე, თვითონ პერიკლეს ღვაწლზე, არა მარტო ათენის დასაბერძნეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ისტორიაზე, ამაზე დღევანდელი გადაცემის ბოლო ნაწილში გვექნება თუ რა მემკვიდრეობა დატოვა პერიკლემ და სხვათა შორის ისიც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სარგებლობთ პერიკლეს მემკვიდრეობთ აი აქ ამ სტუდიაშიც. და ჩვენი მაყურებელიც, რომელიც ახლა გვიცხერს და გვისმენს, თქვენც სარგებლობთ პერიკლეს მემკვიდრეობით, ისე როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო. ავაგრძელოთ ჩვენი თხრობა, ჩვენ გავჩერდით იქ, როცა პერიკლემ რელიგიური კონგრესი შესთავაზა მთელ საბერძნეთს და უარი მიიღო სპარტელებისგან და პელოპონესელებისგან და მერე თვითონ აიღო ინიციატივა, რასაც ქვია რელიგიური რეფორმის შესახებ, მაგრამ მანამდე ამ თემას გავაგრძელოთ, მანამდე მოხდა ერთი ძალიან საინტერესო ამბავი და სანიშანსვეტო ათენისთვის, მაშინდელი ათენის, ახლა ჩვენ გაგახსენებთ, რომ პერიკლემ და ეფიალტემ სახალხო პარტიის, დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა თავის დროზე, როცა სპარტაში მესენური ომი დაიწყო და კიმონის სახელგანთქმული ათენელი სარდლისა და სახელმწიფო მოღვაწის საგარეო პოლიტიკა სპარტასთან მეგობრობის შესახებ დამარცხდა და მთავარ მიზეზი იყო სპარტელების უხამსობა და უმადურობა. გახსოვთ, რომ 461 წელს პერიკლემ და ეფიალტემ ოსტრაკიზმოზე გაიტანეს კიმონის საკითხი და კიმონი განაწევეს ათენიდან. ეს მოხდა 461 წელს. 10 წელი გავიდა და კიმონი დაბრუნდა ათენში. დაბრუნდა და თავის ჩვეულ საქმეს მიიღო ხელი, ის ვეღარ დაუპირისპირდა უკვე დემოკრატიულ პარტიას, რომელიც აბსოლუტურად მართავს უკვე ათენს პერიკლეს მეთაურობით, ეფიალტე უკვე მოკლულია და კიმონი თავის ძველ საქმეს დაუბრუნდა, სამხედრო ბელადობას. მან მოაწყო დიდი ლაშქრობა სპარსელების წინააღმდეგ, მას კერძოდ უნდა სურვილი გაუჩნდა, რომ დაემორჩილებია და წაერთმია სპარსელებისთვის კუნძული კვიპროსი. ახლა კვიპროსი ძალიან მნიშვნელოვანი კუნძული იყო, კვიპროსი ორბუნებოვანი კუნძული იყო, კვიპროსი ფაქტურად ორად იყო გაყოფილი, ისე დღესაც ორადაა გაყოფილი. თურქულ და ბერძნულ სექტორად, მაშინაც ასე იყო ორად გაყოფილი, ნაწილ სანაპიროსას აკონტროლებდნენ ბერძნები, ბერძნული ქალაქები იყო და ნაწილს აკონტროლებდნენ ფინიკიელები. მაგრამ კვიპროსი იყო უმდიდრესი კუნძული სავაჭრო საზღვაო გზების გასაყარზე იყო, ამიტომ მდიდარი იყო არა მარტო ვაჭრობით, არამედ სამხედრო ძალითაც. კვიპროსელები იყვნენ საუკეთესო ზღვაოსნები და მათ ძალიან დიდი შესაძლებლობები ჰქონდათ სამხედრო ფლოტის წარმოებაში, გემთმშენებლობაში. ამიტომ კიმონისა და ათენელების და მათ შორის პერიკლეს ინტერესშიც იყო, ახლა კიმონიც და პერიკლეც ორივე პარტიაც იყო აგრესიულად განწყობილი სპარტის, უკაცრავად სპარსეთის მიმართ, ხო? ეს მტრობა, ნაციონალური მტრობა სპარსელების მიმართ არ განელებულა. კიმონმა მოაწყო 450 წელს დიდი ლაშქრობა საკმაოდ წარმატებით დაიწყო, მაგრამ მე იქ მოხდა ასეთი ამა, კიმონი დაიჭრა ბრძოლაში მძიმედ და დაიღუპა. გარდაიცვალა, ჭრილობებს გადაყვა და ათენური ფლოტი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სახლში.
ამის შემდეგ ახლა მე გაგახსენებთ ამ დროს მიმდინარეობს ის მცირე პელოპონესის ომი, დაბალი ინტენსივობის, ეს არ იყო სისხლის ბღვრელი ომი პელოპონესის კავშირთან, მაგრამ მაინც ომი იყო და ათენელებმა და კერძოდ პერიკლემ და მისმა მომხრემა გადაწყვიტეს, რომ სპარსეთთან უნდა დაიდოს სავი. სპარსეთთან უნდა დამთავრდეს ომი და ჩვენი წინა გადაცემებიდან, როცა ბერძენ სპარსელთა ომებზე საუბრობდით, გვახსოვს ჩვენ, რომ დაიდო ეგრეთ წოდებული კალიასის ზავი. კალიასი იყო ათენელი სტრატეგოსი, რომელიც ჩავიდა სპარსეთში და დაიდო ზავი. ზავის პირობებს გაგახსენებთ სპარსეთთან, კერძოდ ის, რომ ყველა ბერძნული ქალაქი განთავისუფლდა, ზღვის სანაპიროდან ერთი ცხენით სიარულის ან დაახლოებით 80 კილომეტრი ეს ბერძნების ხელში დარჩა, ზღვის სანაპიროდან სიღრმეში, მცირე აზიის სიღრმეში. სპარსულ ფლოტს აეკრძალა ლაშქრობა ეგეოსის ზღვაში, ეგეოსის ზღვაში სპარსელები აღარ იყვნენ. და აქედან გამომდინარე საბოლოოდ დადასტურდა დელოსის კავშირმა დადო ზავი სპარსელებთან და იმასაც გაგახსენებთ, რომ ამ ზავის შემდეგ სპარსელებმა საგარეო აგრესიის უნარი დაკარგეს. ისინი დაკომპლექსდნენ ბერძნებთან შიშით. გაიმარჯვეს ბერძნებმა, მაგრამ კიმონი გარდაიცვალა, მოკვდა, ხო, ამიტომ სრული მართველია უკვე პერიკლე. ათენის მას კონკურენტი არ აყავს, მტრები ყავს, რა თქმა უნდა. ამ პერიოდში უკვე ჩდება დემოკრატიულ პარტიაში უკიდურესად აგრესიული მემარცხენე ფრთა, კერძოდ დემაგოგების სახით, ამაზე ვისაუბრებთ. მისი ლიდერი არის კლეონი, ტყავის წარმოების მონოპოლისტი ატიკაში. უგვარო, მაგრამ ძალიან მდიდარი კაცი და გარკვეულ პრობლემებსაც უქმნის პერიკლეს, თუმცა პერიკლეს ავტორიტეტი ისევ შეუვალია. დაუბრუნდეთ ახლა რელიგიურ კონგრესს, რომელიც ჩაიშალა. რელიგიურ კონგრესი გულისხმობდა რას, რომ პერიკლემ ბერძნებს შესთავაზა, რომ ათენში გამართულიყო დიდი შეკრება ბერძნული პოლისებისა, სადაც უნდა ემსჯელოთ სპარსელების მიერ დანგრეული ტაძრების ბედიღბალზე, მათ აღდგენაზე, რელიგიური პილიგრიმობის უსაფრთხოებაზე, მსხვერპლის შეწირვაზე და მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც ეხებოდა საერთოდ რელიგიას, ბერძნების რელიგიას, ღმერთების პატივისცემას და ასე შემდეგ. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ პერიკლემ წინასწარ იცოდა, რომ ის უარს მიიღებდა სპარტელებისგან და პელოპონესელებისგან და მას მიეცემოდა უკვე მორალური უფლება, რომ თვითონ დაეწყო რელიგიური რეფორმა. რას ნიშნავს ახლა, რამე კი არ გამოუცვლია პერიკლეს რელიგიაში. მაგრამ პერიკლემ დააპირა და წარმატებით განახორციელა ათენი გარდა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ჰეგემონიისა, მან გადაწყვიტა, რომ ათენი რელიგიური ჰეგემონიც უნდა გამختارიყო ელადაში. და მან დაიწყო დიდი მშენებლობა. კერძოდ აკროპოლისი მოგვიხსენებათ, ეს იყო ბორცვი ათენის ცენტრში, სადაც ყოველთვის იყო ციხესიმაგრე, თავშესაფარი, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის იყო ქალღმერთ ათენას საპატივცემულო ნაგებობები, ყოველთვის იყო, ხშირად იცვლებოდა, მე სპარსელებმა დაანგრიეს და დაწვეს. და აკროპოლისი მისახედი აქვს პერიკლეს და პერიკლემ გამოაცხადა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი აკროპოლისი. და მან დაიწყო 457 წელს გრანდიოზული მშენებლობა და მე ვფიქრობ, რომ უნდა გავჩერდეთ აკროპოლისის თემაზე, იმიტომ რომ აკროპოლისი არის ერთ-ერთი უმთავრესი მემკვიდრეობა კაცობრიობის. აკროპოლისი მარტო ბერძნებს არ ეკუთვნის. აკროპოლისი და ზოგადად პართენონი ეკუთვნის კაცობრიობას. ის მისი მემკვიდრეობა ვრცელდება მთელ სამყაროზე, ცივილიზებულ სამყაროზე, განუ საზღვრელად, საზღვრისა, კონტინენტისა, რასისა, რელიგიისა თუ ასე შემდეგ. ეს ყველას მემკვიდრეობა.
სამდე ათენის აკროპოლისის მშენებლობას დაიწყებდნენ ათენელები, მანამდე პერიკლე მორჩა დიდი კედლების მშენებლობას. რას ნიშნავს დიდი კედლები? გრძელი კედლების მშენებლობას. მოგეხსენებათ, ათენის ზღვიდან იყო მოწყვეტილი 6 დაახლოებით 6 კილომეტრით იყო მოწყვეტილი და მას ზღვაზე ჰქონდა პორტი პირევსის სახით. ამიტომ პერიკლეს იდეა ეს არ არის, ეს უფრო თემისტოკლეს იდეა მანამდე და მან დაიწყო კიდევაც ამ კედლების მშენებლობა, მაგრამ პერიკლეს დროს დასრულდა ათენის დაკავშირება პირევსთან საფორტიფიკაციო კედლებით, ანუ კედლებით დაუკავშირდა. ანუ ათენს პორტთან უნდა ჰქონდეს უსაფრთხო კავშირი. არადა პორტი, პირევსი იყო ყველაფერი. იქიდან შემოდიოდა ხორბალი, იქიდან შემოდიოდა სურსაცანოვაგე, იქიდან ბევრი რამ შემოდიოდა, ისევე როგორც ძალიან ბევრი რამ გადიოდა ათენიდან პირევსის სახით დანარჩენ სამყაროში, საზღვაო სამყაროში, ხო? ამიტომ კედლები დასრულდა. ახლა ეს კედლები როგორ იყო? თითო მხარეს 6-6 კილომეტრი იყო სიგრძეში და სიფართეში, როგორც ამბობენ, ახლობით 200 მეტრი იყო. 200 მეტრის სივრცე იყო. ანუ ეს რაღაც ვიწრო 150 ვიწრო გზის ხო, ანუ ეს იყო გზა განიერი. უსაფრთხო, იმიტომ რომ კედლები აშენებს ამ გზის გაყოლებაზე და ეს გარდა ამისა, ეს დიდი სივრცე იყო. ძალიან დიდი სივრცე იყო ყველაფრისათვის. ომიანობისთვისაც და მშვიდობიანობისთვისაც. ახლა მშვიდობიანობის დროს აქ იყო, რა ვიცი, სავაჭრო ფაქტორიები, სახელოსნოები, ასე შემდეგ, სატრანსპორტო საშუალებებს იქ ინახავდნენ, ხო, თქვა. ფაქტობრივად ქალაქის გაგრძელება. ქალაქის გაგრძელება იყო, აი ასე, ორი წერტილი იყო ამეთი, ათენი და პირევსი დაკავშირებული იყო ამ გრძელი კედლებით, ცნობილი სახე. ძლიერი კედლები იყო, ძალიან მაგრად იყო ნაშენები. ათენი ფაქტიურად უსაფრთხო, ფაქტიურად კუნძული გახდა. პერიკლეს აჩემება ეს იყო, რომ ათენი რატომ არ არის კუნძული. ამაზე მე მოგვიანებით ვილაპარაკებთ, ჩვენ რას გულისხმობდა ამაში. კედლები დაასრულეს და მან მოგეხსენებათ ისევ დაუბრუნდები რელიგიურ კონგრესზე უარის მიღების შემდეგ მან დაიწყო პართენონი, უпроსორად აკროპოლისის გრანდიოზული მშენებლობა. მან დაიწყო მშენებლობა, ჯერ კედლები გაამაგრა აკროპოლისის და მერე დაიწყო იქ მშენებლობა. ვინ არის მშენებელი? ახლა პერიკლეს საერთო წარმოდგენა ჰქონდა, რა უნდა ყოფილიყო, როგორი უნდა ყოფილიყო, რა ფუნქციონალური დატვირთვა უნდა ქონოდა ამ რელიგიურ ცენტრს, მაგრამ მას ჭირდებოდა სპეციალისტი. ესეთი იყო სახელგანთქმული ფიდიასი. მე მგონი ბევრმა ვიცით, ახლა სოფლიოს 7 საოცრება გაგვიგია, ხო? ისე საინტერესო რა არის, რომ 7 საოცრებიდან გიორგი 5 არის ბერძნების აშენებული. ისე იგი ბაბილონის დაკიდებული ბაღებისა და პირამიდების გარდა დანარჩენი ყველა არის ბერძნების აშენებული, ხო? ამიტომ და ფიდიასი არის ერთ-ერთი საოცრების ავტორი, ეს არის ზევსის ქანდაკება ოლიმპოში, ოლიმპიაში უпроსორად, ელიდაში, სადაც მანამდე და მერეც ოლიმპიური ჩემპიონატი იმართებოდა. ფიდიასი ამისი ავტორი. ზევსის ქანდაკების, სხვათა შორის, როცა ზევსის ქანდაკება გააკეთა ფიდიასმა ოლიმპიაში, ბერძნები მაგალითად გზაში სადმე რო შეხვდებოდნენ, ბერძნები ყველა. ერთმანეთს ეკითხებოდნენ, იხილე შენის, ნახე შენის, იგულისხმებოდა რა, ზევსი ნახე შენ ოლიმპიაში და ლეგენდაც დადიოდა, რომ თითქოს როცა ფიდიასი ზევსის ქანდაკებას აკეთებდა ოლიმპიაში, თვითონ ზევსი ჩამოვიდა ოლიმპოდან და პოზიორობდა, ხო, ფიდიასი ზევსისგან აკეთებდა ამას, ზევს უყურებდა თვითონ, ხო. სწორედ ეს ფიდიასი მას ამ ძეგლს ფიდიას მოგვიანებით დადგამს, მაგრამ მანამდე თან პერიკლეს პირადი მეგობარია ეს,
ხო და ფიდიას ჩააბარა მშენებლობა. დაიწყეს გრანდიოზული მშენებლობა და მართალია დასრულდა პერიკლეს სიკვდილის შემდეგ, მაგრამ საერთო სახე მაინც მის დროს მიიღო. ახლა რისგან შედგება პართენონი, აგერ სურათიც აქვს, ხო? შესასვლელი დასავლეთის მხრიდან შესასვლელი, ასასვლელი კიბეებით, ხო? ეს არის პროპილეი ქვია. პროპილეის შესასვლელს კარიბჭეს ნიშნავს, ეს არის გადახურული კოლონადა. რომელიც თავრდება ქალღმერთ ნიკეს ძეგლით და მე შედიხარ თქვათ ამ მოედანზე, დიდ მოედანზე, რასაც აკროპოლისი ქვია, ხო. მთავარი ნაგებობა ეს არის ქალღმერთ ათენას, ყველაზე დიდი რაც არის, ქალღმერთ ათენას ტაძარი, რომელსაც ქვია პართენონი. რას ნიშნავს პართენონი? საერთოდ აქ აკროპოლისში ათენას 3 ძეგლი იდგა. ქალღმერთ ათენა არის მთავარი მფარველი ქალაქ ათენის. სახელი ქვია კაცო. სეხნია ქალღმერთის ქალაქი, პერიკლეს ქალაქი. პართენოს ნიშნავს ქალწულს. ხოლო პართენონი ნიშნავს ქალწულის ალაგი, მოსასვენებელი ადგილი, სადაც ქალწული. ეს 3 ძეგლი რატომ არის და როგორ არის? გარეთ დაადგეს გრანდიოზული ძეგლი, აი ხედავთ კიდევაც, აი აგერ გრანდიოზული ბრინჯაოს ძეგლი, ათენა პრომაქოსი, ანუ ათენა მებრძოლი. ბრინჯაოს ძეგლი არ ვიცით მის სიმაღლე რამდენი იყო, მაგრამ ისეთი მაღალი იყო გიორგი, რომ ატიკას რო ზღვა წრეს აკრავდა, ხო? ყველა მხრიდან ჩანდა მისი მუზარადი და შუბი. მთელი ატიკიდან, მარტო ათენიდან კი არა, პორტებიდან ჩანდა. ეს იყო პირველი, სხვათა შორის ასეთი რამ გაიმეორეს მერე, როცა თავისუფლების ქანდაკება დადგეს ამერიკაში. ეს ამის გამეორება შთაბეჭდილების მოხდენა, იმიტომ რომ ატიკას ზღვით ან ხმელეთით რო უახლოვდებოდა, ათენას ხედავდა. რამოდენიმე ათეული კილომეტრიდან ხედავდი ათენას, შუბშემართულ ათენას, მებრძოლ ქალწულ ათენას, ხო, ქალღმერთ ათენას. ეს არის ათენა პრომაქოსი, მაგრამ თვითონ ტაძარში დადგეს ათენა პართენოსის ძეგლი, ანუ პართენოსი არის ქალწული თქვით, ხო? აქ ფიდიასმა გამოიყენა ახალი ტექნიკა, ტექნოლოგია სკულპტურის მშენებლობაში. ხრისო ელეფანტინა ქვია ამას, ანუ ოქრო და სპილოს ძვალი. ათენას სხეული იყო სპილოს ძვლისგან გაკეთებული, 13 მეტრი იყო სიმაღლეში. ეს ტაძარში პართენოსი, ქალწული ათენა სადაც დგას და მე იმ ტაძარს პართენონი ქვია, ანუ ქალწულის ალაგი, მოსასვენებელი. სახლი. 13 მეტრის სიმაღლის იყო გიორგი, იყო სპილოს ძვლით სხეული და 60 იყო ბაჯაღლო ოქროთი, 40 ტალანტი, ეს არის 1 ტონა ოქრო. წარმოუდგენელი ნამუშევარი იყო და წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენდა ადამიანებს. ანუ გარეთ ერთი უზარმაზარი ათენა პრომაქოსი, ბრინჯაოსი, რომელიც თვითონ ტაძარზე მაღალია. მე შიგნით ათენა. იყო მესამე ძალიან მოგზაურებული პროპილეისთან იდგა ათენა ლემნია, რომელიც შეუკვეთეს ლემნოსებმა, კუნძულ ლემნოსის მკვიდრებმა, მაგრამ მე რაღაც მიზეზის გამო არ წაიღეს ეს. და დარჩა იქ, ის უფრო მცირე მასშტაბების იყო, მაგრამ ფანტასტიკური ნაწარმოები იყო ათენა ლემნიაც, ანუ 3 ათენა იდგა ამ ტაძარში. ბარელიეფები გააკეთეს და ამ ბარელიეფებზე ათენას პართენონის ტაძრის
ესე იგი სიმაღლეზე იყო ბარელიეფები, სადაც გამოხატეს ბატალური სცენები. კერძოდ ათენელებისა და ამორძალების ბრძოლები. ლეგენდარული ამბავი იყო, რომ ათენელები თითქოს და ამორძალებს ებრძოდნენ, მეომარ ქალებს. ლატიფებისა და კენტავრების ბრძოლის სცენები. კენტავრები ვიცით ლეგენდარული მითოლოგიური ცხენკაცები. და ტროას ომის სიუჟეტები. რას ნიშნავდა ეს? ეს არის მარადიული ბრძოლა ბარბაროსობასთან და ბარბაროსებთან, უცხოებთან. და ჩვენების, ანუ ელინების მარადიული გამარჯვების სიმბოლო. ეს არის პროპაგანდა. ხო, ვიღაცებს გონიათ, რომ რაღაცები მე-20 საუკუნეში მეცხრამეტე, არავის არაფერი ახალი არ გამოუგონია, უბრალოდ გაიხსენეს ძველი ბერძნებისგან რაღაცები. ანუ ეს ისეთი გრანდიოზული ტაძარი და კომპლექსი იყო, რომ ეს ახდენდა წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას. ეს იყო პროპაგანდის, ათენის სიძლიერის, ათენის არქეს, ათენის სიმახის, დელოსის კავშირის, ათენის საზღვაო კავშირის, ეს ერთ და იგივეს ნიშნავს, ოღონდ სხვადასხვა სახელებით მოიხსენებ მის სიძლიერეს. ახალი დემოკრატიული იმპერიის ძლევამოსილების სიმბოლო. ახლა საინტერესო რა არის? ფული საიდან იხარჯება? იმიტომ რომ გრანდიოზული ფინანსები დაახარჯეს. ფოროსიდან ის მოკავშირეთა ბანკიდან, რომელიც უკვე გადმოტანილი აქვს, დელოსიდან გადმოიტანა ათენში პერიკლემ. ახლა ბევრი საყვედურობს. პერიკლეს და რატო ხარჯავ შენ მოკავშირეების ფულსო? პერიკლეს პასუხი ასეთი არის, რომ კი ბატონო, მე უკან დავაბრუნებ ყველანაირ ხარჯს, ოღონდ ერთი პირობით, მე ამას დავასრულებ ჩემი ფინანსებით და რო დავამთავრებ, მე დავაწერ, რომ ეს ყველაფერი ააშენა პერიკლემ ქსანთიპეს ძემ და თქვენ არაფერ შუაში აღარ იქნებით მერე. ეს ათენელებს არ მოეწონათ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ უნდათ, რომ ამისი თანამონაწილეები იყვნენ, რომ ეს საზოგადოებრივი, ეს სამოქალაქო, ეს ქალაქის პროექტია, ეს არა მარტო ქალაქის, არამედ ათენის არქეს, დელოსის კავშირის სიმბოლოა. ამიტომ პერიკლეს უთხრეს, რომ გააგრძელ. ქენიაკ საქმე. ვიღაცები ამბობდნენ, რომ უსაფრთხოებას ვაკლებთ ჩვენ ფულს, ჩვენი მოკავშირეებს და პერიკლე ამბობს ათენის სილამაზე, ათენის უსაფრთხოება, ათენის დიდებულება, ათენის უსაფრთხოება და მისი მოკავშირეების. სხვათაშორის ამაში მართალია, იმიტომ რომ ვინც მაშინდელი მსოფლიოდან არა მარტო ბერძნები, არამედ სხვაები ჩადიოდნენ, ხო, ახლა ეგვიპტელები, სპარსელები, თრაკიელები, რავი, ვინ არ ჩა, ილირიელები, ეპირელები, ყველა მოდიოდნენ, ახლა ცენტრი იყო. მაშინდელი ათენის არქე იყო ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვაზე. ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას ზღვაზე, კი, მაგრამ კართაგენი როა, დასავლეთში იქეთ, კართაგენზე უფრო ძლიერი იყო ათენი. ვიმეორებ, სამი კონტინენტის შემაკავშირებელი ზღვა, ხმელთაშუა ზღვა, ევროპის, აზიის, აფრიკის. ათენის არქე, დელოსის კავშირი, ათენის სიმახია, ერთი და იგივეს ვამბობ ახლა, ერთი და იგივე მცნებებია, პერიკლეს დროს გახდა ნომერ პირველი საზღვაო იმპერია. მე რომ გითხოთ მაშინდელ მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ ახლა ჩინეთსაც დიდი და ძველი კულტურა ქონდა, ჩინეთს საზღვაო იმპერია არასდროს არ ყოფილა, არასოდეს. ზღვის ეშინოდა ჩინელებს, მარტო მონღოლების დროს გაბედეს ისიც ყუბილაის დროს გაბედეს ზღვაზე გასვლა და იქ მაშინ გვახსოვს ჩვენ ეს იაპონიის დაპყრობის მცდელობა რო იყო და გამიკაძე, სახთო, ქარიშხალი და ამბები, ახლა ამას თავი დავანებოთ, მაგრამ მანდაც მივალთ მე ჩვენ აუცილებლად.
მონღოლებზე გვექნება ლაპარაკი. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. ელვარებს ათენი. გარდა ამისა, პერიკლეთი მადლიერია ღარიბი მოსახლეობა, რატომ? სამუშაო ადგილები გააჩინა გიორგი. და რაც თავარია, მთელი ბერძნული სამყაროდან ყველაფრის ოსტატები ჩამოიყვანა ათენში. მთელი საბერძნეთიდან. იონიიდან, ეოლიიდან, ჩრდილოეთ ეგეიდიდან, თვითონ საბერძნეთის ტერიტორიიდან, დიდი საბერძნეთიდან, სიცილიიდან, თქვათ სამხრეთ საბერძნეთიდან, ვინც კი საქმე ქვისფრთლელი იყო, ღებავი იყო, რა ვიცი, არქიტექტურის სპეციალისტი, ყველა აქ მუშაობს. გრანდიოზული ხა, მე მგონი ხედავს ეს ხა რეკონსტრუქცია არის პართენონის ბედზეც ვილაპარაკებ ჩვენ რა დაემართა პართენონს. ააშენა სასწაული. ელვარებს ათენი. დაუბრუნდეთ ახლა ისე პოლიტიკას. ზენიტში არის პერიკლე და კიმონის სიკვდილის მერე მას ფაქტიურად აღარ აყავს არავინ კონკურენტი, მაგრამ კონკურენტი გამოჩნდა. არისტოკრატიული პარტიის, ოლიგარქიული პარტიის ლიდერად წარმოჩინდა თუკიდიდე, ასევე ძალიან ღირსეული ადამიანი. მაგრამ პერიკლესთან ახლოს ვერ მოვა ესა, თუკიდიდე დაუპირისპირდა. ხა თუკიდიდემ შეცვალა დემოკრატიულ პარტიასთან და პერიკლესთან პირდაპირ შეტაკებას გულისხმობ პოლიტიკურ შეტაკებას რა, ახლა ისე ვერ გაუძლებენ და მან შექმნა ახალი სისტემა წინააღმდეგობის და ოპოზიციის. ეს არის ეგრეთ წოდებული ჰეტერია. ჰეტერია არის კლუბი. რო გადმოვთარგმნოთ, ნიშნავს სამეგობროს, ამხანაგობას. მე რომ მკითხოთ, მასონური ლოჟის მაგვარია. ანუ აქ იკრიბებიან არისტოკრატიის წარმომადგენლები და ასევე მდიდარი ათენელები იკრიბებიან და გეგმავენ თავიანთ სამოქმედო გეგმას. საიდუმლოდ. რაღაც გაგები დახურული საზოგადოება. დახურული, დაკეტი, ამიტომ შევადარე მე ლოჟების სისტემას, თუმცა ეს ის არ არის, რა თქმა უნდა. იმას სხვა გენეზისი აქვს მასონობას. მე ჩვენ როცა საიდუმლო ორგანიზაციებზე გავაკეთებთ გადაცემას მოგზაურობას და მასონებზეც გვექნება ძალიან სიღრმისეული საუბარი, იქ ვიტყვით გენეზისი საიდან მოდის მასონობის, მაგრამ ახლა დაუბრუნდით. ჰეტერიები. ანუ წინასწარ მომზადება საკითხების დაგეგმვა, წინააღმდეგობის გაწევის და მე სახალხო კრებაზე გასვლის და იქ გამოსვლებით და ასე შემდეგ. პერიკლეს პირიქით ჰქონდა. პერიკლე არ გეგმავდა, თავისთვის კი გეგმავდა, მაგრამ ის სახალხო მისი ორგანიზაცია იყო სახალხო კრება, ეკლესია, იმიტომ იქ წარმოუდგენელი გავლენა აქვს. ისე ვიმეორებ, ოლიმპიელ ღმერთს ეძახიან, ზევსს ადარებენ, ისეთი შთაბეჭდილებების მოხდენა იცოდა ერთხელ სპარტელებმა კითხეს თუ კიდიდეს ერთხელ. აი პერიკლესო რო ეჭიდაო ფიზიკურად და სახალხო კრების წინ აი ათენელების სახალხო კრება არის ეკლესია შეგრებილია და შენ და პერიკლემო რო ეჭიდაოთო თუ მოერევია მეო კი მოერევია ფიზიკურად მაგრამ
რო დამარცხდებო, მე სიტყვით გამოვაო და მთელი სახალხო კრებაო, მთელი ეკლესია ხონახავს რომ მე მოვერიო, მაგრამ ისეთ სიტყვას ეტყვის, რომ იმას გამოაცხადებენ გამარჯვებულად. ასეთი ანეკდოტები დადი პერიკლეს ბევრი ანეკდოტები დადიოდა ხა მაგალითად ის რომ კორინთული მუზარადი რო ეხურა თავისი სიმახე ხო სიმახინჯის გამო გადაავდნენ ათენელები რომ პართენონია თვითონ დაიდგა თავზე ხო პიესებში წამათრახებდნენ სოთაშორის პერიკლე ასეთი კაცი იყო რა ხო მოგიყევით ის კაცი რო გამოეკიდა ტროლი რო გამოეკიდა რო აგინა აფურთხა და მე სახში მიაცილებია თავის მონას ხო თუ კიდე უკვე უფრო ორგანიზებულად უწევს წინააღმდეგობას თუმცა ვერ ერევა ვერც დემოკრატიულ პარტიას და ვერც პერიკლეს გავლენებს ახლა ვერავინ ვერ შეეხებოდა მაგრამ მოხდა ერთი კაზუსი სამხრეთ იტალიაში დიდ საბერძნეთში რასაც ეძახიან იქ ორი ქალაქი იმგენსაც ომები ჰქონდათ ერთმანეთში იქაურ ბერძნებს ქალაქმა კროტონმა ბერძნულმა ქალაქმა კროტონმა დაამარცხა ქალაქი სიბარის ნუ დაანგრია ეს ქალაქი და ეს სიბარიდები მიმოიფანტნენ რა და ჩამოვიდნენ ჩივილით ამ კონტინენტურ ელადაში ჩამოვიდნენ სპარტაში ჩავიდნენ ათენში ჩავიდნენ სხვა ქალაქებში ჩავიდნენ კორინთოში ჩავიდნენ ახლა კორინთელებს დიდი გავლენა ჰქონდათ იქეთ ვილაპარაკეთ ამაზე ჩამოვიდნენ რომ რა ჩაგრავენ რა ისინი და ქალაქის აღდგენის უფლებას არ გვაძლევენ და საბერძნეთში იყო ასეთი რაღაცები ახლა კოლონიებს არსებდნენ თვითონ ბერძნული ქალაქები მაგრამ ძალიან ხშირად საერთო კოლონიებს აი შეამხანაგდებოდა 2 3 4 შეიძლება 10 ბერძნული ქალაქი და საერთო კოლონიები გამოყავდათ ერთობლივ ექსპედიციას აწყობდნენ და არსებობდა ჩამოვიდა ეს დელეგაციები ჩამოვიდა რა ქალაქის იდეა ასე იყო ფურია ორი სახელია ხა ქართულადაც შეიძლება ან ფურია ან თურია რა და მათ უნდათ ახალი იდეა აქვთ რომ ქალაქი ფურია ანუ თურია დააარსონ სიბარიტებს რა მაგრამ ხალხიც არ ყოფნით ახლა იმდენიც აღარ არიან დაფანტულები არიან და იდეით ჩამოვიდნენ რომ აი კროტონის გამო რომლებმაც დაგვჩაგრეს მოგვეხმარეთ და ავადგინოთ რა იქ ისა და იდეით ჩამოვიდნენ საერთო ელინური იყოს ეს ქალაქი და ყველას თავისი ფილე ეყოლება ანუ თავისი უბანი გააკეთოს იმ ახალ ქალაქში იდეა ასეთი იყო და აქ დაეტაკენ თუ კიდე და პერიკლე ერთმანეთს სახალხო კრებაზე ხა პერიკლე იძახის რომ იმ შემთხვევაში დავეთანხმოთ თუ მარტო ათენური იქნა მას უნდა გავლენა იქა კორინთოზე უნდა პრობლემები შექმნა დასავლეთში, ხო. ხოლო ახლა თუ კიდე ამბობს რომ არ შეიძლება ეს ხალხი ჩამოვიდა წინააღმდეგობით რომ საერთო ბერძნულ და დანარჩენ ბერძნულ პოლიციასთან შევათანხმოთ და კი არა და საბოლოო ჯამში გაიმარჯვა თუ კიდემ რა რომ დანარჩენ ბერძნებთან ერთად გავაკეთოთ რა. გააკეთეს ის ახალი ქალაქი ააშენეს თუ არ ვცდები 10 ფილესგან შედგებოდა და ერთი იყო ათენელები და პერიკლეს ძალიან ცუდად მიიღო. იქ დაარქვეს უბნებს არკადია, აქაია, ეს არგოლიდა და მე მგონი ატიკა ერქვა მე მგონი იმას უბანს ათენელებს მიერ დაარსებულს და ამის გამო პერიკლემ იმდენი გააკეთა რომ თუკიდიდეს მოუწყო ოსტრაკიზმი. და თუკიდიდე გააძევეს ათენიდან და ამის მერე უკვე პერიკლე არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი ლიდერი და თუ არ ვცდები შეიძლება ვცდებოდა ამიტომ არ ვიტყვი მაგრამ ეს დანამდვილებით არის ცნობილი რომ ამის ეს მოხდა 453 წელს თუკიდიდეს ოსტრაკიზმი და ამის მერე 15 წელი ყოველწლიურად ირჩევენ უკვე სტრატეგოსად გადაბმით პერიკლე არის უკონკურენტო ლიდერი. ახლა სტრატეგოსი თვითონ გიორგი სამხედრო ლიდერი ახლა შენთან 9 კოლეგია 10 კაციან, მაგრამ ისეთი გავლენა აქვს ამას რა, რომ არის მონარქი, იმპერატორი.
მაგრამ ტირანი არ არის. არა, რას ლაპარაკობ, კანონის დარღვევა როგორ შეიძლება მე რაც თავარი ეს არის ზომიერი ყველაფერში, არც მარჯვნივ ვიხრება, არც მარცხნივ ვიხრება. ცენტრისტია გარბული. ცენტრისტი კლასიკური და ის საერთოდ ათენის ინტერესებით გამოდის და არა არისტოკრატიის ან უგრიდური ან დემაგოგების ინტერესებით. არ უწევს კომპლექსური საზოგადოების ინტერესი. ყველას ინტერესი. ხა მე როცა ვამბობ დემოკრატიული პარტიის ლიდერი ეს არ ნიშნავს რომ ის მტრობს არისტოკრატებთან, არა, მათ ინტერესებსაც ითვალისწინებს, მათთან შეთანხმებების მომხრეა და ახერხებს კიდევაც. პერიკლეს მთავარი თვისება რა არის? მისი მეტყველება, მისი აზრთა წყობა, მისი არგუმენტაცია. ეს არის კლდე, ქვა, გრანიტი თავის ლოგიკაში. არ დაგვავიწყდეს ანაქსაგორეს და ზენონის გაზრდილია. ხო? პარადოქსების თეორიაზე გაზრდილია, ხო? და შეიძლება ითქვას, რომ ესა პირველი პოლიტიკოს რაციონალური აზროვნებით და არა რელიგიური. იმიტომ მანამდე პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაში რელიგია განსაკუთრებით მილტია და დაღუპა რელიგიურმა განწყობამ, როცა შესთავაზეს მაშინ, რომ დემეტრას ტაძარსო შესწირეო ის რა ქვია, მსხვერპლი წავიდა მარტო და ფეხი მოიტეხა და კისერი მოიტეხა და და შემდეგ იმ სპორტსმენის განწყობამ ასევე ძალიან ძეულად აქცია სიტუაციის. ღმერთები გააწყდნენ ჩვენზე და პლატეას ომი არ იწყებოდა 8 დღე ერთმანეთს უყურებდნენ ბერძნები და სპარსელები, რატო? იმიტომ რომ იმათი მსხვერპლ შეწირვაც და ამათი მსხვერპლ შეწირვის დროს პასუხები ღმერთების იყო რომ შეტევაზე არ გადახვიდეთ. თავის დაცვის დროს გაიმარჯვებთ, შეტევის დროს დამარცხდეთ. 8 დღე მიჩერებოდნენ, თაკარამზეში მიჩერებოდნენ ერთმანეთს, ხო? ამას დიდი გავლენა ჰქონდა. აი პერიკლე არ არის, ეს არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პრაგმატიზმით აზროვნებს. რელიგიური დოგმატიზმის საგნებს ხედავს როგორც რეალურს და არაფერს არ ამატებს და არაფერს არ აკლებს. ისევ ვიმეორებ ანაქსაგორეს იდეებზე გაზრდილი არის, ანაქსაგორე ამბობდა, რომ ეს ციური მოვლენები და ბუნებრივი მოვლენები ეს არ არის ღმერთების საქმე. ეს არის ნუსის, ანუ კოსმიური სამყაროსეული გონის ქმედებაა ეს ყველაფერი, ხო? რაც მიახლოებულია, მე რომ მკითხოთ თანამედროვე ფიზიკასთან. ხო? აქვს ყველაფერს თავისი ლოგიკური საწყისი და სასრული. ჩვენ გვინახავს ახლა მორწმუნე ფიზიკოსები გვინახავს, რომლებიც აღიარებენ, რომ რაღაცა დიდმა ძალამ შექმნა ესა, მაგრამ ამას თავის განზომიერება აქვს. ხა ბერძნულ მითოში როგორი არის, იცი? ბერძენი ღმერთები კი არიან ძლიერები, მაგრამ ბედისწერას ვერ განსაზღვრავენ. ბედისწერა მათ არ ემორჩილებოდ. აი ნუსი ბედისწერაც არა. აი მაგალითად ბედისწერას რო ვერ განსაზღვრავენ, ხო? აი პრომეთეს მითი. ზევს უთხრეს, რომ შენ დაგამხობს შენი შვილი და რომელი შვილი დაგამხობს? ამის შესახებ იცის პრომეთემ. და აი პრომეთემ იტო მიაჯაჭვა, იქა რომ მითხარი, რომელი შვილი იქნება და მითხარი, როდის მოხდება. ანუ ზევსი ვერ განსაზღვრავს ბედისწერას. ხო უცნაური ამბავია. ანუ ბერძენი ღმერთები ისე როგორც ადამიანები ემორჩილებიან ბედისწერას და ანაქსაგორე ამბობს, რომ ესა ის ნუსი. და არავით არის ჰელიოსი და არავით არის ზევსი და არავით არის ღმერთები და ქალღმერთები არ განსაზღვრავენ თქვენ ბედს რა. ისინიც ემორჩილებიან ამას. და ამაზეა ეს გაზრდილი, პერიკლე. ამიტომ თუ კიდიდეს ოსტრაკიზმის მერე ის 15 წელი ზედიზედ არის უკვე სახელმწიფოს მართველი და ის უკვე იწყებს იმას, რაც უნდა ყველაფერს. ათენის გაფართოებას და გაძლიერებას და გამდიდრებას. ათენის არქეში, ანუ ათენის კავშირში, ანუ დელოსის კავშირში, რომელსაც მეთაურობს ათენი, 200 ქალაქი შედის უკვე მსოფლიოში. 200 ქალაქი. თვითონ ათენის მოსახლეობა დაახლოებით არის დათვლილი, რომ ეს არის დაახლოებით 50,000 მოქალაქე, ეს ითვლება მამაკაცი 20 წლიდან და ზევით. მათი ოჯახის წევრები დაახლოებით 150,200 კაცი, ქალები, ბავშვები, ახალგაზრდები, ხო? დაახლოებით 20-25,000 მეტეკი, ანუ უცხოელი თავისი ოჯახებით და დაახლოებით 200,000 მონა.
მაგრამ ეს 9 მილიონამდე არ ამგონია, მაგრამ სადღაც 9 მილიონზე მეტი უნდა იყოს. იმ დროინდელი მეგაპოლის. მაგრამ არქეში ოდენმე მილიონი შედის უკვე. მაგრამ გამორიცხული 2-3 მილიონი შედიოდეს, იმიტომ ახლა ჩვენ ხო გვახსოვს, როცა ომი დაიწყო, საბერძნეთი, კონტინენტური საბერძნეთი მილიონ-1.5 მაქსიმუმ შეიძლება ყოფილა, მაგრამ ახლა ათენის არქეში უკვე შემოდის 9 მცირე აზია. ბერძნული ქალაქები, იმ ბერძნულ ქალაქებში მარტო ბერძნები ხო არ ცხოვრობენ, თრაკიელები ცხოვრობენ, აქეთ ლიდიელები, კარიელები, ფრიგიელები, ირევა ყველაფერი, მონების რაოდენობა 3-4 მილიონი არის, ეს გრანდიოზული სახელმწიფო. იმ დროინდელი მასშტაბში შეიძლება 5 მილიონიც იყოს, თუ მონებს ჩავთვლით. ეს არის ფუტკრის ბუდე რა, ეს რომ მუშაობს, მოძრაობს, სულ დიდრდება, სულ შენდება, ინტელექტი, სულიერი, ფიზიკური, მატერიალური, სამხედრო, აი ყველა დუხს რა დიდი ქვაბი დადგა, ცივილიზაციური ქვაბი დადგა ერთმა კაცმა, გრძელთავიანმა კაცმა, პერიკლემ. ისე კი ერქვა დიდებით მოსილი და დედამისმა სიზმარით ნახა ლომს გააჩენდა. მისი მთავარი იარაღი ათენის სიძლიერის და გავლენების ეს არის კლერუხიები. კლერუხიები არის კოლონიები, ახალი კოლონიების დაარსება, ოღონდ კლასიკური გაგებით ქალაქის არა, სადაც არის ქალაქები, მოკავშირეების ქალაქები, იქ ასახლებს ათენელებს. კლერუხები არიან კოლონისტები. ამით ორ საქმეს აკეთებს, ათენს ცლის უმიწაწყლო ხალხი და ხეს მრავლდება და მოქალაქეობა გულისხმობს მიწას უნდა ფლობდე რა, ახლა უპოვარ თუ ხარ დაქცეული, ამოგდებული, შენ არ ახარ სანდო და არ ახარ გამოსადეგი. ამიტომ ამ უპოვარ ათენელი მოქალაქეებს თავის ოჯახები ცხამს გემებში და მოკავშირეების ტერიტორიები ან კუნძულები სადაც არის კლერუხიებს აფუძნებს, ანუ ასახლებს იქ კოლონისტებს. ორამეს იგებს ათენს ცლის სოციალური დაპირისპირებიდან და მეორე გავლენებს დის მოკავშირეებს. ფანტასტიკურ ამბებს აკეთებს ტიპი. ამ დროს ხდება ერთი ამბავი. ათენის კავშირში, ანუ იმაში რა ქვია, დელოსის კავშირში შედის ორი ქალაქ-სახელმწიფო, ერთი არის კუნძული სამოსი. მეორე არის მილეტი, სახელოვანი ქალაქი, რომელიც სპარსელებმა დაანგრიეს, ახლა მაშინ პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი იყო, ახლა კი აღდგა, მაგრამ ის მნიშვნელობა ვერ შეიძინა, მაგრამ მილეტი ინტელექტუალური ცენტრია იონიური სამყაროში და აი ეს ასპაზია, პერიკლეს ცოლი დავარქვათ ასე, დიდი სიყვარული ბრძენი ქალი, ასპასია. სხოთეშვილის რაჯაში ერქვა ერთხელ ასპასია. არც იცოდა თვითონ საიდან ერქვა ეს სახელი. დასავლეთ საქართველოს ძველი ბერძნული სახელები უფრო გავრცელებული იყო ვიდრე საბერძნეთში. ბერძნებმა სახელების აღდგენა დაიწყეს როცა თურქებისგან განთავისუფლდნენ მე-19 საუკუნეში. მანამდე რაღაცებს არ ქმნებდნენ რა ისეთებს. ხო. ჩვენთან ზოი იყო. დასავლეთ საქართველოში არისტოტელე და აგრაფინა, რომაულია და პლატონი და რა ვიცი გაიხსენეთ ხა პოლიკალენიკე და ბებიას თეკლა ხო აი სხვათაშორის ბევრმა მომწერა ახლა ერთმა მომწერა მადლობთ ამისთვის რომ რატო ამბობთო ლეონიდე და არა ლეონიდას თვითფოს მეგობრებო ქართულში დადასტურდა ბერძნული სახელები ასე სადაც არის ლეონიდას იქ ჩვენ ვამბობთ ლეონიდა ალექსანდროს მაგრამ ვამბობთ ალექსანდრე ფილიპე არისტოტელე, პტოლემე, სელევკე, ეს ქართული ფორმა არის და მე ვფიქრობ, საკმაოდ ძველი ფორმა არის და მე მგონია რომ პატი უნდა უცეთ ჩვენს ენას ახლა ამ შემთხვევაში. ქართულ ისტორიოგრაფიაში და ახლა სწორი არის ლეონიდასი, მაგრამ ნუ ახლა ასევე ლეონიდე არის სწორი და მე ვფიქრობ ქართულ ფორმაციას უნდა გავყვეთ ამ სიტყვებს, სახელების, ხო, პერიკლე იგივე. ეზე მთავრდება ძალიან ბევრ. იგივე ლოგიკით სპარსების მიმართულებითაც ხო, რა თქმა უნდა, ახლა მაშინ ყველას თავის სახელი უნდა ვეძახოთ, ხო? ნუ ახლა რაღაცეები
საზოგადოდ მიღებული უნდა გქონდეს, მაგრამ რაღაცებს ჩვენც უნდა გქონდეს, ამიტომ ორივე სწორია საუბარში, მაგრამ მე მაინც ტრადიციულ ქართულ ისტორიოგრაფიას მივსდევარ და ამიტომ ისე მოიხსენებ, ხო? ახლა ათენა პრომაქოსი თქვი მე, ხო, პრომაქე შეიძლება თქვა, მაგრამ პრომაქოსი ამ შემთხვევაში სწორია, იმიტომ ქაღუმერცია საუბარი. ნუ ამას თავი დავანებოთ. ხო, სამოსსა და მილეტ შორის დაიწყო ომი. ქალაქი პრიენა, მესამე ქალაქი არის იმისთვის, რომელიც ჩაიგდებს ხელში. ორივე კავშირის წევრი. მაგრამ სამოსი აშკარად უფრო ძლიერია. მილეტი გალახულია სპარსელების მიერ, ნაკლებად ძლიერია და სამოსი მეორე არის ათენის არქეში, მეორე სახელმწიფო ათენის მერე და მერე სამოსი ფოროს არ იხდის, გადასახადს არის, სამოს აქვს ავტონომია და ყავს თავის ფლოტი. ძლიერი არის. დაჩაგრა მილეტი. დაართვა პრიენა. ჩამოვიდნენ ახლა ესენი ათენში, ხო, ბუნებრივია. დელოსის კავშირის მეთაური არის ათენი და პერიკლესთან ჩამოვიდნენ საჩივრით მილეტელები, რომ აი ჩაკრავს რა სამოსი და გვიშვა მდგომლე. ახლა ბევრი სამოსის ომი, სხვათა შორის მე ომი დაიწყება ამის გამო, სამოსის ომი ქვია. ბევრი აბრალებს, რომ ესა ასპასიას ბრალი, თუ ასპასია მილეტელი იყო და მან აიძულა პერიკლე რომ, მაგრამ ხო ობიექტურად რო ავიღოთ, ახლა მილეტელები ჩამოვიდნენ, ახანა კავშირის შიგნით პრობლემა არის, ყველა ძლიერი უნდა ჩავრთოთ და იმან გაარჩიოს რა შუამავლობა. და ათენელებმა სამოში გააგზავნეს ელჩები და თქვენს რომ შეწყვიტეთ ომი. ჩამოდით ათენში და ჩვენ გავარჩევთ. შუამავალი ვიქნებთ ჩვენ. იჯო ვირზე შეჯდნენ სამოსელები და არა. რა შვაში ათენი. ჩვენ სამხედრო კავშირში ვართო და არა იმაშია რომ თქვენ ჯგვაზე ვიაროთ. სამოსელებმა. სამოს დიდარი კუნძულია ძალიან და ძლიერი ქალაქი. ნუ ახლა ამას ამოყვებოდა ახლა მრისხანება ათენის და დაიწყო ომი. პერიკლე თვითონ ჩაუდგა ფლოტს სათავეში, სამოს შემოარტყეს ალყა. ეს ხდება 440 წელს ძველი წელთაღრიცხვით. ალყა გაჭიანურდა. სამდე ეს ამბები დაიწყებოდა. ამ სამოსელებმა რაღაცები დაიწყეს სპარსელებთან ელჩები გააგზავნეს, კერძოდ სარდეში ლიდის სატრაპთან არ არის იმ სატრაპის სახელი ცნობილი, მაგრამ სპარსელებთან დაიწყეს რაღაც, ეს პირველი სიმპტომია. თუმცა ბერძნებმა სპარსელებთან დაიწყეს სირბილი. არის ცნობა, რომ ლიდიის სატრაპს უნდოდა ჩართვა ამ საქმეში, მაგრამ სპარსეთის მეფემ არტაქსერქსემ სასტიკად აუკრძალა. არ ჩაერიო ბერძნების საქმეში. არის ცნობა, რომ სპარტელებთანაც გააგზავნეს სამოსელებმა ელჩები, არც სპარტა არ ჩაერია. არის ცნობა, რომ ბიზანტიონსაც თხოვეს კავშირი. ბიზანტიო როგორ მოიქცა არ ვიცით. მაგრამ ნუ სამოსელები რაღაცას შიგნიდან აფეთქებენ კავშირს რა, დელოსის კავშირს აფეთქებენ. ალყა გაჭიანურდა და მე ასეთი ამბავი მოხდა პერიკლესთან მოვიდა ამბავი, რომ აღმოსავლეთიდან მოცურავს დიდი სპარსული ფლოტი სამოსის დასახმარებლად. პერიკლემ და10-ვე სტრატეგოსია წასული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 10-ვე სტრატეგოსების საბჭოზე გადაწყდა, რომ სამოსამდე არ უნდა მოუშვათ სპარსელების ფლოტი და ნაწილი ჯარის დატოვეს ალყის გასაგრძელებლად, ნაწილით გემებში ჩაჯდნენ და წავიდნენ ფლოტი უნდა მოძებნონ სპარსელების და დაამარცხონ ზღვაზე, ისე რომ სამოსამდე ვერ მოვიდა. ვერ ნახეს სპარსელების ფლოტი. ალბი ინფორმაცია. ეს აღმოჩნდა, რომ სამოსელებმა იჩალეს, გაავრცელეს ხმა. დეზინფორმაცია. მე გაირკვა, რომ სპარსეთის მეფემ ტყიცე უარი, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩავერიოთ. მაგრამ საერთოდ მოbrunდებოდა პერიკლე თავის ფლოტი, ამ სამოსელებმა ალყა გამოარღვიეს და თავის პორტიდან შეიტანეს სურსათ-სანოვაკი. ქალაქში და 9 თვე გაგრძელდა ალყა. საბოლოო ჯამში აიღეს მაინც, მაგრამ ახლა ზოგი ამბობს სისასტიკე გამოიჩინაო, ზოგი ამბობს რომ არ გამოუჩენია. ახლა სისასტიკე რაში გამოიხარა? კედლები დაუნგრია, ფლოტი წაართვა სამოს პერიკლემ და მძევლებს წამოიყვანა.
იმდროინდელი სამყაროსთვის, რა ვიცი, ახლა დიდი სისასტიკე არ აჩენს. ხო? და ავტონომია წაართვა. და მოთხოვა ფოროსის გადახდა. ანუ შესატანის გადახდა და მაგრამ ეს პრეცედენტი გახდა უკვე დელოსის კავშირში, რომ მანამდე იყო თასოსის, კუნძულ თასოსის ის, მაგრამ იქ ძალა არ გამოუყენებიათ. პირველად მოკავშირე დაჩაგრეს ათენელებმა. ეს ძალიან ცუდად იმოქმედა დაანჩენ მოკავშირეებზე, რომ რამე რო იყოს ჩვენ თუ ათენელების სრულ ჯგუაზე არ ვიქენჩილო დაგვსაჯო. თუმცა პერიკლეს თავის სიმართლე ჰქონდა ახლა. ორი რო ჩხუბობს შენს კავშირში, მოდით აგერ ჩემთან ჩამოდით და მე მოგარიგებთ კაცო. არა, მე ის უნდა დავჩაგრო. ამიტომ მე რომ მკითხოთ, პერიკლე მართალი იყო და ათენის მართალი იყო, რომ ახლა მასე ყველა დაერეოდა ერთმანეთს, ხო? და მაშინ რისი მეთაური ხარ? თუ შენს იმპერიაში ასე ერთმანეთი შენი ქვეშემდომები, შენი მოკავშირეები ერთმანეთს დაერიან და შენ ახლა არ ერევი, ახლა გაუგებარი ამბავია, ხო? წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულ ათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. სამოსის ომის მერე პერიკლე იწყებს გაფართოებას ისევ ათენის და მას აქვს მთავარი პრობლემა გადასაწყვეტი გიორგი, ესა ხორბლის პრობლემა. ამხელა არქეა, 200 ქალაქი. მაგრამ მთავარი საკვები არის ხორბალი. ხორბალს ესენი ვერ აწარმოებენ, ესენი აწარმოებენ ყველაფერს. გემებს, ღვინოს, ზეთისხილს, კერამიკას, ოქროს ნაწარმოებს, ქანდაკებას, ყველაფერზე ბრინჯაოს ასხამენ, ბრინჯაოს ქანდა, ყველაფერი გააქვს ათენს. მაგრამ პური არ აქვს. ამ უნდა გადაწყვიტოს ახლა ან ეგვიპტე, ან სიცილია, ან შავი ზღვა. ეგვიპტეში გვახსოვს ჩვენ 454 წელს კატასტროფით დამთავრდა მაშინ ათენელების ავანტურა. ამიტომ ეგვიპტეს თავი დაანებეს. სიცილიაში დაიწყო რაღაცები, თუმცა სიცილიაში და სამხრეთ იტალიაში, თუმცა იქ ყველაზე დიდი გავლენა კორინთოსა აქვს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კოლონია არის კორინთოს კოლონიები და სიცილია განსაკუთრებით დორეულია. იონიელები არ არიან იმდენი იქ, ათენელების თანატომელები. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვერ მოახერხა ხორბლის პრობლემის გადაწყვეტა, მაინც მოახერხა, რომ სამხედრო კავშირები დატო იქ. არქეში ვერ შემოიყვანა, უკავშირებად, ანუ დელოს კავშირს ვერ შემოიყვანა, ცალ-ცალკე ქალაქებთან დადო სამხედრო სტრატეგიული ხელშეკრულება და სავაჭრო ხელშეკრულება. კერძოდ, აი ეგესტა, ქალაქი, რეგიუმი, მეტაპონტუმი, ნეაპოლი, ეს სახელგანთქმული ნეაპოლი, ათენის მოკავშირეები გახდა. მაგრამ რა თქმა უნდა, კორინთელების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ამის მერე კორინთო დღენიად აქ პელოპონესის კავშირში აი ანჯღრევს დაძინებულ სპარტას, რომ სპარტელებს რომ აი შეხედეთ რა შვებია, შეხედეთ, გაიღვიძეთ სპარტელებო, შეხედეთ ათენი რა შვება. ჩვენ ერთ დღეს გადავყლაპავს ყველას. მაგრამ სპარტა არის როგორ შევადარეთ, ტბას შევადარეთ. 7 ტბა არის. ომი იციან, მაგრამ ომი არ უყვართ.
არ უყვართ ომი. ხო და დასავლეთში ანუ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, ხო, რამოდენიმე ქალაქი მოკავშირედ გაიხადა მან ათენმა პერიკლემ, მაგრამ პურის პრობლემაა გადასავალ. მიიღო გადაწყვეტილება ლაშქრობა, დიდი ლაშქრობა შავ ზღვაში, პონტოში, მაგრამ სამდე ამას გააკეთებს, მას ჭირდება ძლიერი ბაზა ჩრდილოეთ ეგეოში და ათენელები არსებენ ქალაქს ამფიპოლეს. ეს არის ქალკიდიკის კუნძულის და მდინარე სტრიმონთან ახლოს, სტრუმა, დღევანდელი სტრუმა, ბულგარეთს და საბერძნეთის ტერიტორიაზე გადის. ეს იყო ბაზა, ერთი მაკედონიის საკონტროლებლად, მერე ხეტყის მასალის საკონტროლებლად და გარდა ამისა ეს სანაპირო არის ძალიან მდიდარი ვერცხლით და ოქროთი რა. ამფიპოლის დაარსეს, ძლიერი კოლონია დაარსეს, სადაც ათენელი კლერუხები ჩასახლდნენ და ამის მერე უკვე სახან საბაზისის გაკეთა პროპონდიდის და ჰელესპონტის გავლით დიდი ფლოტი შევიდა შავ ზღვაში. არის მონაცემები, რომ შეიძლება ჩვენთანაც არის რაღაცა ნაწილი ნამყოფი, თუმცა არ დასტურდება. მაგრამ სამხრეთ შავი ზღვა და განსაკუთრებით ყირიმის, ანუ ბოსფორის სამეფო უკვე არსებობს, ბერძნული კოლონიები არის. იქ ძალითაც და სამოკავშირეო ხელშეკრულებითაც შავი ზღვა ათენის გავლენაში მოექცა. გესმით რა მხელა იმპერიას ქმნის კაცი. შავი ზღვა, ეგეოსის ზღვა, იონიის ზღვა, ადრიატიკის ნაწილი, ტირენის ზღვა და რა ვიცი, მთელი ხმელთაშუა ზღვა. არის უკვე ათენის არქეს იმაში. და დაიძრა ხორბალი განსაკუთრებით ყირიმიდან. ყირიმელ ბერძნებთან და ბოსფორის სამეფოსთან მან დადო ხელშეკრულება და რეგულარულად მარაგდება უკვე ათენის არქე. ანუ დელოსის კავშირი ხორბლით, ან ხორბლის პრობლემა მოაგვარა. რაც იყო გრანდიოზული ამბავი. იმიტომ რომ ათენის მუდმივი ხიფათი იყო ხორბლის უქონლობა. აი სულ დაკომპლექსებულები იყვნენ. ეგინა ამიტომ დაიპყრეს, იმიტომ ეგინა ხელს უშლიდა პირევში ხორბლის შემოტანას. ეგინა ამიტომ წაართვეს სპარტელებს. ამიტომ ამფიპოლის დაარსეს ეს ყველაფერი, ანუ ათენი მიდის გრიალით მიდის, მაგრამ 430-იან წლებში უკვე განსაკუთრებით მის ბოლო პერიოდში პერიკლეს უკვე პრობლემები ექნება თვითონ ათენში. კი, სტრატეგოსია, კი, გავლენები აქვს, კი, ყველა მის ჭკუაზე დადის, ყველა აღიარებს მის სიბრძნეს, ყველა აღიარებს მის პატიოსნებას, ყველა აღიარებს მისი ავტორიტეტის შეუვალობას, მაგრამ ნუ ახლა რამდენი ხანი? ხო? თუ კიდიდეს გაგდებიდან, ლამის უკვე 10 წელია გასული. ხო? კონკურენტი არ აყავს და ამ დროს ხდება პოლიტიკური ალიანსი ჩდება. რაც არ გვიკვირს. ერთმანეთის გამომრიცხავი ორი ძალა უკავშირდება ერთმანეთს, ესენი არის ოლიგარქიული პარტია და დემაგოგები. მარჯვნიდან მარცხნი. ანუ ეს კლეონი, ყავის წარმოებელი. არისტოკრატია და ახლა რაზე უნდა დაარტყა ხო პერიკლეს, ახლა საგარეო პოლიტიკაზე ვერ დაარტყა, კულტურაზე ვერ დაარტყა, სამხედრო ძალაზე ვერაფერზე ვერ დაარტყა. ვის უნდა დაარტყა და რას უნდა? ის ახლობლებს. და დაიწყეს მისი ახლობლების დევნა, სასამართლოები აღძრეს. პირველი ვიზედაც აღძრეს სასამართლო ეს არის პერიკლეს მასწავლებელი ანაქსაგორე, კლაზომენელი, ვინც ასწავლიდა მას, ვინც გაზარდა მისი ცნობიერი ჩამოაყალიბა. ანაქსაგორეს დააბრალეს ღვთისგმობა. ახლა ღვთისგმობის საკითხი, როცა პერიკლემ და ეფიალტემ არეოპაგს წაართვეს ეფლობა მოსილო გახსოვს, მე ვთქვი რომ სისხლის სამართლის მკვლელობის გარდა სასამართლო და რელიგიური სასამართლო არეოპაგს დარჩა. ამიტომ არეოპაგში გამოვიდა ეს საკითხი, რომ ანაქსაგორე არის ღვთისმგმობი.
კაცი იძახის, რომ არავითარი ჰელიოსი არ დადის ღმერთი. არამედ რაღაცა იძახის გავარვარებული ქვა არის. ამიტომ ღვთის გმობაზე დაიწყეს გასამართლება და ახლა გასამართლება როცა იწყება, შენ შეგიძლია ადვოკატურა გაუწიო, დაიცვა. სასამართლოს ვინ გამოვიდა მცველად? პერიკლე გამოვიდა, სახელმწიფოს მმართველი. დაიცვა ანაქსაგორე. ანაქსაგორე ციხეში იყო. ახლა რამოდენიმე ვერსიაა რა, ზოგი ამბობს, რომ ვერ დაიცვა ბოლომდე და გააპარა ჩუმად ქალაქიდან. გაიქცა ანაქსაგორე. თუმცა არის მეორე ვერსია, რომ გაამართლეს. ისეთი ძლიერი და ემოციური გამოსვლა ჰქონდა ძალიან პერიკლეს. ნუ გადარჩა ანაქსაგორე, მაგრამ დარტყმა მიიღო. ახლა უკვე პერიკლემ ნახა, რომ ის უკვე რაღაც სისუსტე მოუძებნეს მისი ახლობლები. მეორე ვინც პასუხისგებაში მიცეს ასევე ღვთის გმობაში და ათენელი ქალების გარყვნაში ასპაზია, მისი ცოლი, სამოქალაქო ცოლი. ასპასიასაც დააბრალეს ეს რო ეკორყნის ათენელ ქალებს თავის სალონში როღებულობს, იქ უცუდ რაღაცებს ასწავლის. საერთოდ ეს ჰეტერა, ვილაპარაკე ჩვენ, ჰეტერა არის ქალი, გეიშას ვარიანტია, ინტელექტუალი ქალი, რომელიც განათლებულიც არის, მუსიკაც იცის და დაღლილი მამაკაცს ყოველთვის უხარია ჭკვიანი ქალის საზოგადოების მოთხოვნა. მამაკაცს აქვს ეს ცნობილი ფაქტია, ფსიქოლოგიური მოვლენაც არის. მაგალითად ახლა მე გვიან თორცდები დემოსთენე ამბობდა რა, რომ მამაკაცო 3 ქალი ყავს, ერთი ცოლია ბავშვების გაჩენისთვის, მეორე მონაქალია სექსისთვის, სიამოვნების მიღების და მესამე ჰეტერა, სადაც სულიერ საზრდოს და სიმშვიდეს ნახულობს. ხო, დაარტყეს მას ასპაზიას და დააბრალეს, ღვთის გმობია, გარყვნილია, ყნის ათენელ ქალებს, ამბებს ისე. დაიცვა, პერიკლემ დაიცვა. თუმცა არის ასეთი ცნობა, რომ ცნებლებიც გადმოუვიდა დაცვის დროს და მოსამართლეებს შეეცოდათ თუ რა იყო. არ ვიცი, ახლა პერიკლეზე ბევრი ცნობები ერთმანეთის გამო ვიღაცას მოწონს, ძველ ბერძნებს ვიღაცებს არ მოწონს. ასპაზია გადარჩა, მაგრამ ყველაზე დიდ დარტყმა მიიღო ფიდიას, ვინც ააშენა აკროპოლისი და პართენონი. დიდი ფიდიას დააბრალეს მისმა ერთ-ერთმა შეგირდმა თუ თანაშემწემ. ფიდიას ეთქვა, რომ ეგო იმას პართენოსის ანუ ათენა პართენოსის ტანსაცმელი ხო ბაჯაყლო ოქრო, იქ მოიპარა ოქრო მოაკლო. უმძიმესი ამბავი არის, ახლა ქალღმერთის ოქროს მოპარვა სიკვდილით დასჯაა გიორგი. უბრალოდ კორუფცია არ არის. კორუფცია არ არის ეს, ახლა ვიღა მეზობელს რაღაცა ქათამი მოპარე ან ოქრო მოპარე, ეს არ არის. ქალღმერთს დააკელი ოქრო გაცო. რომ ფიდიასმა როგორ ჩანს ერთი ეშმაკობა იხმარა. ეს ტანისამოსი რო აასხა ამ ქანდაკებას. ძალიან ადვილად მოსახსნელი გახდა ეს ტანისამოსი. და ის ადგილი, რაზედაც ის ამბობდა, რომ აი აქ მოიპარა. ის ადგილი მოხსნა და აწონეს. პატიოსანი. მაგრამ მეორე საქმე აღძრეს, რაც უფრო მძიმე იყო, ჩვენ ცოტა გაუგებარია, მაგრამ მე მგონი მაინც გასაგები უნდა იყოს. ათენა პართენოსის ფარი რო არის, იმ ფარზე ვიღაც ტიპები ამბობენ, რომ ფიდიასმა პერიკლემ და თავისთავად დაახატა. იქ არის გამოსახულებები. ხო, ვიო დაუკვირდნენ, ახლა არ არის ცნობილი ახლა. კომისია მივიდა და დაუკვირდა, პერიკლე ახატია და ფიდიასი ახატია. გავს. ფარს. ამად გავს. გავს კი არა ესენი არის. პატარა დეტალებში არის. აი პერიკლე მაგალითად მასშია, პროფილში. იქ ფიდიასიც ხატია, ვითომ დედალოსის
როლშია ბერძნული მითოსის ხო ეს იკაროსის მამის ვითომ ის არის მაგრამ შეხედავ რომ ამბობენ რომ ნუ ფიდიასია თავისთავად დახატა რა ეს იყო წარმოუდგენელი ღვთისგმობა რომ საკუთარ თავის დახატო ათენას პალადას ფარზე ეგიდაზე და ჩააგდეს ციხეში ფიდიას ჩააგდეს ციხეში ვერ დაიცვა პერიკლად ვერ დაიცვა კი არ თვითონაც პრობლემები შეექნა იქ წავიდა ლაბარაკი მან იცოდა ამის შესახებ თუ არ იცოდა მე ვფიქრობ რომ არ იცოდა დღესაც დავობენ ამას იმიტომ რომ როცოდნოდა არ გაკეთებიებდა ძალიან პატარა დეტალშია ხო ეს კლასიკური ტიტორების გამოსახულებასთან აი ეს მოგვიანებ კი მაგრამ მაშინ არ შეიძლებოდა რაც როგორ შეიძლება სახელი შენ შეგიძლია დააწერო დაძარს მაგრამ ახლა ქალღმერთის ფარზე შენ თავი მიახატო ეს ახლა წარმოუდგენელია ნუ პერიკლე გადარჩა მაგრამ ფიდიას ჩააგდეს ციხეში და მე ნუ მოკვდა იქ ფიდიას ვერსიები არის რომ მოკვდა ჯავრით მეორე ვარიანტი რომ საწამლავი დალია თუმცა არის რაღაცა ცნობა არის რომ თითქოს მაინც გააპარა პერიკლე მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა ის არის მოკვდა ფიდიას ამხელა კაცი პართენონის და ზევსის ტაძრის არსოგიძის არის ძვირფას მეგობრებო ახლა ჩვენ რომ საუბრობთ ეს არის ფაქტოლოგია არც მე და არც გიორგი საკუთარ მოსაზრებებს ამ მოვლენებზე არ გახვევთ მე მგონი დაუკვირდით ამას ხო რომ ჩვენ შეხედულებებს სუბიექტად ამას გაძლევთ აი სულიერი საკვებისთვის რომ თქვენ თვითონ რაღაცებს შეადაროთ გავივარჯიშოთ გონება იმიტომ ალბათ ბევრ რაღაცას დღევანდელობასთანაც დაინახავთ შეადარებთ ხალხის საზოგადოების და გმირის ანტიგმირების ურთიერთობებს თქვა წარმატებები გამარჯვებების დროს როგორ იქცევიან ადამიანები მარცხის ეს არის ფაქტოლოგია ჩვენ მოსაზრებებს არ გეუნახო მე ყველაფერი ჩემ მოსაზრება მაქვს მაგრამ რახან შევთანხმდით ჩვენ რომ ჩვენ ფაქტოლოგიის მოგზაურობებს ვაკეთებთ ამიტომ თქვენ თვითონ განსაჯეთ ვინ როგორ იქცევა საზოგადოება როგორ იქცევა ადამიანი როგორ იქცევა დიდ ადამიანებს როგორ ექცევიან იყო თუ არა დამნაშავე არ იყო პრეზუმპცია არსებობს არ არსებობს რა ვიცი იფიქრეთ ხალხო ღმერთმა ჩვენ როცა ადამიანის მოდგმიდან მოვდივართ და ადამი გააჩინა მის მერე მოგცა არჩევანის უფლება და მე რომ გითხოთ მოვალეობა რომ რაღაცეები გავარჩიოთ რა ამიტომ ვიფიქროთ აი ეს არის გრანდიოზული ამბებია ხო ახლა ფიდიასის ბედი, ასპასიას ბედი, ანაქსაგორე. დამონი მისი პირველი მასწავლებელი, მუსიკის მასწავლებელი ის დააოსტრაგიზმეს და გააგდეს. ანუ პერიკლეს დაარტყეს, მაგრამ ყველაზე მძიმედ მის ახლობლებს დაარტყეს, დაშალეს მისი წრე დაშალეს. ხო, მივედით უკვე ყველაზე ცუდ ამბავთან. ეს არის მოდი შავი მგელი, ეს არის ომი. და ომი სპარტასთან. ყველაფერი მიდიოდა იქეთკენ ძვირფასო მეგობრებო, რომ საბოლოო ჯამში ათენი და სპარტა უნდა დატაკებოდნენ. ახლა ერთხელ დაეტაკდნენ კიდევაც მცირე პელოპონესის ომის დროს, მაგრამ ეს ნაკლები ინტენსივობით იყო, ნგრევა არ იყო. პრინციპში სტატუს კვოზე შეთანხმდნენ, თუმცა იქ ათენი მოგებული გამოვიდა, იმიტომ რომ კუნძული ეგინა შეიერთა მაშინ გამოსტაცა სპარტას. პელოპონესის კავშირს ხო და მიიღო გარანტიები და აღიარება, ანუ ლეგიტიმაცია დელოსის კავშირის, მაგრამ მაინც აქეთკენ მიდის ახლა. ამ დიდ ომს, ამ დიდ ხანძარს, ამ დიდ უბედურებას, რომელიც დაანგრევს საბერძნეთს, ძველ საბერძნეთს დაანგრევს და დამოსპობს და გაანადგურებს ამ ელვარებას, ამ ხრისო ელეფანტინას, ახლა როგორც ფიდიასი აკეთებდა ზევსის და ათენას კარგად ქანდაკებებს, აი ოქროში და მარმარილოში. აი ასეთი იყო საბერძნეთი. განსაკუთრებით პერიკლეს მიერ შექმნილი საბერძნეთ ათენის არქე.
მაინც ახლა ბევრი ვარიანტი, ბევრი მაშინდელი მე მისი შემდეგი თაობის ბერძნები, ბევრი ამტყუნებს პერიკლეს, რომ დათმობებზე არ წავიდა სპარტასთან, მაგრამ თავარი ისტორიკოსი მერე უკვე პელოპონესის ომები, რასაც ქვია, ხა ჩვენ როცა ვლაპარაკობ, წყაროებით ვიცით ხო, ხა ჩვენ სიზმრებს ხო არ ყვებით. თავარი საყრდენი წყარო ჩვენთვის არის თუკიდიდე, დიდი ბერძენი ლიტერატორიც, ისტორიკოსიც და პოლიტოლოგიის მამაც. მანამდე ჩვენ ბერძნები ვიცით, ახლა ჰეროდოტე მეგობრობდა იმასთან, კაცო, პერიკლესთან. მაგრამ ესენი არიან უფრო აი რა გითხრა, მანამდე ბერძნები წერენ თავის გამოგონილ ამბებს წერენ. რაღაცებს იგონებენ, ფანტაზიები აქვს, მაგრამ აი თუკიდიდე ეს არის თანამედროვე რაციონალური აზროვნების აი ისტორიკოსები, ვისაც ქვიათ და ქვია, ნამდვილი ისტორიკოსი ვინ არის მარტო ფაქტოლოგიაზე და ამ ფაქტოლოგიის დაპირისპირებაზე და შეჯვარებაზე და წონასწორობაზე აწყობს თავის დასკვნებს. ეს არის თუკიდიდე. მე რომ მკითხოთ საქართველოს სკოლებში თუკიდიდეს უნდა ასწავლენ. ყოველ შემთხვევაში ახლა მე არ ვიცი ახლა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებია და რა ვიცი რა არის ამდენი საერთაშორისო ურთიერთობები არ ვიცი ახლა, მაგრამ არ ვიცი ასწავლიან იქ თუკიდიდეს. მე ვიცი რომ დასავლეთში ასწავლიან. თუკიდიდეს ასწავლიან. ესაა საფუძველთა საფუძველი. ისევე როგორც ხა მოგწონს ჩვენ თუ არ მოგწონს მაკიაველის ასწავლიან. ხა თუკიდიდე მე რომ გითხრა თუკიდიდე უფრო მეტია, იმიტომ რომ მაკიაველის რაღაც თავის თეორიებში ეს პრაგმატიკა ეს გვიყვება ამბებს გიორგი. როგორ დაიწყო და თუკიდიდე ამბობს მიზეს, ის არ აბრალებს პერიკლეს. ის აბრალებს სპარტელების შურს. ათენის წარმატებას. მე ამას ვემხრობ. ისე ვიმეორებ, უბრუნდა სპარტელებმა ნახეს კაი ცხოვრება. ომის დროს და ნახეს ათენი, ახლა ამას რო ნახავ და პართენონს რო ნახავდნენ, ახლა ისე ჯგუაზე არ იქნებოდნენ და ახლა დორიელები ბევრჯერ გვითქვია ჩვენ, დორიელები კაი ვარიანი ბოღმები იყვნენ რა, ხო, ამიტომ მივადექით ომს, ხა ომის მიზეზები რა, ახლა მიზეზი გასაგებია. ამას თუკიდიდეს მახესაც ეძახიან. რო ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ხედავს, რომ მეორე ახალი ძლიერი სახელმწიფო ჩდება, ის იძულებულია რომ ეომოს მას. ეს ბევრჯერ გამეორდა, ასე იყო კართაგენსა და რომს შორის. ხო, და ბევრი იყო ასეთი შემთხვევა, თუკიდიდეს მახექვია ამას. მაგრამ საბაბი რა გახდა ომის? 433 წელს სამი მიზეზი იყო ამ ომის. საბაბი უბრალოდ მიზეზი არის რომ ათენი ძალიან გაგულავდა. ძალიან გამდიდრდა. ძალიან გაძლიერდა და ფართობა გავლენილი. ხო და მე ალბათ და ახლა სპარტა მარტო სპარტა არა, მას მოკავშირეები ყავს კაცო, ის გამწარებული კორინთო, იქ თებეს ეშინია, ყველას ეშინია, მეგარას ეშინია, ეს პელოპონესელებს ახლა მიწის მუშები არიან, უბრალო ხალხია, მეომრებია, ხედა მრავლდება, ეგერ შავი ზღვა წამოიღეს, ეგერ სიცილიაში ქალაქები გადაიბარეს. აი ამბავი აქვს რა. ვერ ვაჩერებ. ამას მარტო ომით თუ გავაჩერებთ, ომით თუ გავაჩერებთ, სპარტა უნდა ჩაერთოს. 433 წელს მოხდა ასეთი ამბავი, არის ასეთი კუნძული კერკირა. რა ვიცი, საბერძნეთში მაცხოვრებელი ქართველებმა ეცა კორფუ, ძვირფასო მეგობრებო, მოგვიანებით კორფუ ქვია, ეს ამ დიდარი კუნძული. ეს თავის დროზე არის კორინთელების მიერ დაარსებული კოლონია, მაგრამ მე ადრე არის დაარსებული, მაგრამ მე გააძლიერდა და თვითონ გახდა მეტროპოლია, თვითონაც თავის კოლონიები აქვს, მაგრამ საზღვაო სიძლიერით არის მესამე ადგილზე ელადაში, ათენის და კორინთოს შემდეგ კერკირას აყავს ყველაზე დიდი ფლოტი და თავის დროზე ამ კერკირელებმა და კორინთელებმა საერთო კოლონია შექმნეს ქალაქი ეპიდამნოს. ერთად დაარსეს, ხო ვილაპარაკეთ ჩვენ, ხანდახან მარტო არსებდა ერთ ქალაქი, მაგრამ ხანდახან შეამხანაგდებოდა.
ეპიდამნოსზე გავლენისთვის კონფლიქტი დაიწყეს ერთმანეთთან. ახლა და ეს კერკირელები ათენში ჩამოახა კორინთოსთან ბრძოლა გაუჭირდებათ, კი, მაგრები არიან, მაგრამ ნუ მარტო ვერ მოერავიან ახლა ეს კორინთოს უკან კიდე თან პელოპონესის კავშირი დგა კორინთოა რა. ძიმე ამბავია. ათენელებთან გამოაგზავნეს, პერიკლესთან გამოაგზავნეს ელჩები, რომ მიგვიღეთო არქეში. შემოვალთ. პერიკლესთვის ეს არ იყო მისაღები და არც ათენელებისთვის, იმიტომ რომ ზავი ირღვევა. ახლა რატომ ირღვევა ახლა? იმიტომ რომ კორინთო ამას თავის კოლონიად თვლის. და მე ახლა თუ არქეში შემოვიდა, ახლა კორინთოსთან ომში უნდა ჩავებათ და ახლა შარია რა. ვარღვევთ იმას ხო? მაგრამ არც ის არ უნდათ რომ ასე უპატრონოდ დატოვონეს კერკირა, იმიტომ რომ ახლა კერკირა თუ კორინთომ დაამარცხა და დაიკავა, მის ფლოტს აიღებს და ნუ ძლიერდება კორინთო. ამიტომ შუალედური გამოსავალი მოძებნა პერიკლემ და თავდაცვითი კავშირი გააფორმა კერკირასთან. შენ თუ დაგესხმებიან თავს, მე შენ ეს ზავი იძლეოდა ამის ლავირების საშუალებას, თავდაცვითი კავშირი გავაფორმოთ. მაგრამ ბრძოლა მოხდა, საზღვაო ბრძოლა მოხდა კერკირელებსა და კორინთელებს შორის. ათენელებმა 20 გემი გააგზავნეს იქ კერკირის სანაპიროზე, მაგრამ ეს გემები არ ჩაებდნენ ბრძოლაში. აღწერილი აქვს თუ კიდე და სხვა ძალიან საინტერესოა ეს კერკირელები და კორინთელები დიდი საზღვაო ბრძოლა მიდის და აერიან ერთმანეთს. ათენელები რეიდზე დგანან და უყურებენ ბრძოლის ბედი როგორ გადაწყდება, მაგრამ მე კორინთელებმა დაიწყეს დაჩაგვრა კერკირელების და საბოლოოდ რო არ გაენადგურებიათ ათენელები ჩაერთვენ ბრძოლაში და გადაარჩინეს კერკირელების ფლოტი. ახლა კორინთელები ვერ დაამარცხეს, მაგრამ ესენ განადგურებას გადაარჩინა, რომ კორინთომ ატეხა ერთი ამბავი, სპარტაში ელჩები გააგზავნეს, აი რო ხართ დაყრუებულები და აი ხმას რო არ იღებთ სპარტელები, აი ათენი უკვე რას გვიშვება და აი მე კორინთოს რას მაკადრებს და ჩემ კოლონიებში ცხვირი ჩაყო და ამბები და ნუ არის აბა, მაგრამ სპარტელები მაინც ჯერ თავს იკავებენ. ეს პირველი კაზუსი კერკირის ეპიდამნოსის კაზუსი. მეორე საბაბი იყო ქალაქი პოტიდეა. ეს არის ჩრდილოეთ ეგეიდაში. პოტიდეა არის ასევე კორინთოს კოლონია, მაგრამ ათენის კავშირშია. დელოსის კავშირშია შესული. ანუ დორიელები არიან, მაგრამ ათენის მოკავშირე ქალაქი. მაგრამ როგორ წესი იყო, იცი ძველ საბერძნეთში ხა მეტროპოლიას და კოლონიას შორის ასეთი ურთიერთობები იყო. ხანდახან წყდებოდა, ხანდახან მტრობდნენ ერთმანეთს, როგორც კერკირა და კორინთო, მაგრამ იყო დედაშვილური დამოკიდებულება და დედის აუცილებელი პირობა იყო, რომ ყოველ წელიწადს აგზავნიდნენ მაგისტრატებს, ჩადიოდნენ კოლონიაში და იქ ეკითხებოდნენ რა გჭირდებათ, აბა რა გეგეხარდებათ, რაში მოგეხმაროთ. ეს კორინთელი მაგისტრატები, ანუ მოხელეები ჩადიოდნენ ამ პოტიდეაში და ეკითხებოდნენ რაში მოგეხმაროთ და კულტურული გაცვლა, გამოცვლა ამბები ისინი ათენელებს ეს არ მოწონდა. ეს კორინთო ასე ცხვირს ყოფს მის საზღვაო კავშირში და პოტიდეელებს მოთხოვეს, რომ არენდობოდნენ, მათ შიში გაუჩნდა, რომ პოტიდეა შეიძლება გავიდეს კავშირიდან. პოტიდეელებს მოთხოვეს, რომ არ ჩამოუშვათ კორინთელებიო, დაწყვიტეთ კავშირიო და რო დაგიჯეროთო, რო ჭკვიანად იქცევთო, კედლები დაანგრიეთო. პოტიდეელები წინააღმდეგ წავიდნენ და დაიწყო ალყა. პოტიდეის ალყა, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. პოტიდეაში ჩავიდა მოხალისეთა რაზმი, იმედან რა ქვია, კორინთოდან და რაც თავია მაკედონია ჩაერთო ომში. ახლა მაშინ მაკედონია ძლიერი არ არის. მაგრამ მაკედონელებს არ მოწონდათ ახლა ამფიპოლისის დაარსება, ათენელების ასეთი აქტიურობა ჩრდილოეთ ეგეიდაში არ მოწონდა, პოტიდეას ხო გაგრძელდა ომი მიდის.
სპარტელებს ესეც არ მოწონთ, მაგრამ მესამე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელმაც უკვე გადაწყვიტა ყველაფერი, ახლა ხო, როცა პოტიდეას ალყა შემოარტყეს, ხო ეს კორინთელები აღარ ჩერდებიან რა და ამ სპარტას აჯანჯღარებენ, რომ ქენი რაღაცა, ქენი თუ ხარ ჩვენი მეთაური, რა ის მეთაური ხარ შენ საერთოდ, ამნაირ რაღაცებს გიბედავენ წყვილ. შეუულებრივი ამბავია. სპარტამ ასეთი ნაბიჯი გადადგა რა, რომ ყველა ქალაქს, მათ შორის ათენის კავშირის ქალაქებსაც გაუგზავნა ელჩები, რომ ვისაც საჩივარი გაქვთო ათენზეო, გამოგვიგზავნეთ. ქალაქებს კითხა, გამოგვიგენ. ჩამოვიდა მეგარას საჩივარი. რა მოხდა მეგარაში? ანამდე. მეგარა არის უშუალოდ ატიკას ეკვრის რა, კორინთოს და ათენს შორის არის მეგარიტა და მეგარა ქალაქი. მიზეზი არ ვიცი, ახლა ბევრი ვერსიები არის, ახლა ათენელებმა მეგარელებს დააბრალეს თუ მართლა იყო ასე, როგორ ჩანს ალბათ მართლა იყო. მეგარელებს დააბრალეს, რომ ღვთის გმობაში დაადანაშაულეს, კერძოდ ის, რომ მეგარელებმა ქალღმერთ დემეტრას ტაძრის საღვთო მიწების დამუშავება დაიწყეს. რის უფლებაც არ ჰქონდათ და მერე მეორე დაბრალება, რომ ათენიდან გაქცეულ მონებს ღებულობენ. ანუ იურდომებენ. არ აბრუნებენ ათენში. მეგარა არის პელოპონესის კავშირის წევრი. ანუ სპარტის მოკავშირეა. ათენელებმა მიიღეს მეგარის დადგენილება. დადგენილება მეგარის შესახებ. ადგნენ და მეგარის სასოფლო სამეურნეო ხეხილი, ბოსტნეული და რაღაცებს აწარმოებდნენ ახლა მეგარა. ან დიდარი არ იყო, მაგრამ მაინც დამოკიდებული იყო ათენის ბაზრებზე გამოქონდათ თავისი პროდუქტი. ემბარგო და ჩაუკეტეს. და თან აუგზავნეს არა მარტო ათენში, არამედ ათენის კავშირში, ანუ დელოსის კავშირის იმ 200 ქალაქში მეგარელებს აუგზავნეს ვაჭრობა. თავის საქონელში ეს იყო დაქცევა მეგარის. ახლა პელოპონესის კავშირი რო აიღო, ახლა დიდარი მარტო კორინთო იყო, განჩენები იყვნენ გლეხური, სამი წათმოქმედო ისე არ იყო იქ ვაჭრობები. ახლა არკადიაში დილიდან საღამომდე ან საქონელს დაძლებდნენ, ან მიწას ამუშავებდნენ. მეგარა დარჩა, კოლაფსი დაიწყო, ფინანსური კოლაფსი დაიწყო, ჩაუწვათ საქონელი რაღაცების და ნუ მეგარელებმა ჩავიდნენ სპარტაში და მოგვეხმარე რა, ის მეთაური ხარ შენ და 431 წელს თუ 32-ში შედგა სპარტაში დიდი კონგრესი. სხვათა შორის ათენელები ჩავიდნენ იქ სპარტაში, ათენელების ბელადები, ისინი ელჩები და იმან აპელამ სახალხო კრებამ მაინც მიიღო დადგენილება და იქ თავისი არგუმენტებით ჩავიდნენ, რომ მეგარელები მიქარავენ რა და ჩვენ ფეშვაში არა ვარ და რაღაცა და სპარტელებმა აპელა მაინც მიიღო, აპელა წყვეტდა ომის ბედს და არა გერუსია. აპელაზე მიიღეს გადაწყვეტილება ომი გამოაცხადეს ათენთან და მის მოკავშირეებთან, მაგრამ სპარტელების სასახელოდ შეიძლება ითქვას ის, რომ მაინც არ უნდათ ომში ჩართვა იმ პერიოდში. ხო მიწის რა ახალი გავლილი აქვს, თუმცა ათენში გააგზავნეს რამოდენიმეჯერ ელჩობა. პირველი ელჩობა რო ჩავიდა, მოითხოვეს წყეულების განდევნა. ვინ არიან წყეულები? ალკმენოიდები. ანუ პერიკლე გააგდათ, დედით ხო ალკმენოიდი. სახალხო კრებას ასტიკა წინააღმდეგ წავიდა, პერიკლეს ვინ გააგდევნა. მეორე ელჩობა რო ჩავიდა, უკვე კონკრეტულ საკითხზე ჩავიდა. ერთი ეს არის, რომ პოტიდეას ალყა მოხსენეთ და მეორე გააუქმეთ მეგარის დადგენილება. ახლა ეს მეგარის დადგენილება, აკრძალვები მეგარის საქონელზე დაწერილი იყო ხის დაფაზე და გაკრული იყო სახალხო კრების მოედანზე, იმაზე, კედელზე. კიდია იქ. ხო და ეს სპარტელები ძახე რომ ჩამოხსენითო რა ეგო. აუქმეთ. ათენელები ძახე არავითარ შენ გამორიცხულია, რა უნდა ჩამოხსნათ. ერთ-ერთი სპარტელი ელჩი ეუნება ასეთ რამეს. ბიჭო, ნუ ჩამოხსნითო, გადაატრიალეთ.
ანუ ნუ გაუქმებთ, მაგრამ დაივიწყოთ. რაღაცა კომპრომისული ვითომ, ხო? არავითარ სასტიკის სიტყვით გამოვიდა პერიკლე და თქვა, რომ ათენელებს მიმართა, რომ ჩვენ ახლა თუ დავთმობთ ამას, ასე პატარა რაღაცას, მე უფრო მეც დაგვათმობიებენ. ამიტომ არ შეიძლება დათმობო, ჩვენ ძლიერები ვართო, ეგენი სუსტები არიანო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთმო, დაიწყო. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. ომი დაიწყო, როგორ დაიწყო? 431 წელს პირველად მოხდა ის, რომ თებელები დაესხნენ პლატეას თავს. პლატეა გახსოვთ ხო ეს ათენის მოძმე ქალაქი, პატარა ქალაქი. ხონთაშორის პლატეის ბრძოლაში პირველი პრიზი მათ მისცეს, როცა არისტიდემ შესთავაზა ბერძნებს, რომ ამას მივაკუთვნოთ. პლატეა დაზარალებულ ქსერქსემ დაანგრია და რა ვიცი, ერთი უბედურება. პლატეას დაესხნენ თებელები, მაგრამ ათენელებმა მოასწრეს და მიეხმარნენ, გადაარჩინეს პლატეა, მაგრამ ომი დაიწყო გიორგი. ახლა გეგმები როგორი? სპარტელების და პელოპონესელების გეგმები არის, რომ ხმელეთზე ათენი უნდა გავანადგუროთ რა და ყოველწლიურად დავესხათ ატიკას თავზე და ავაოხროთ და როგორმე ვაიძულოთ, რომ ბრძოლის ველზე გამოვიდნენ და მე სახმელეთო ბრძოლაში დავნახოთ. სპარტას დიდი ჯარი ყავს, პელოპონეს 60,000 ჰოპლიტის გამოყვანა შეუძლია პელოპონესის კავშირს. სარდალი არის არქიდამოს მეორე, რომელიც არის პროქსენი პერიკლესი, ანუ ძმათნაფიცი, საიდან? მისი ბაბუა ლეოტიხიდე და პერიკლეს მამა გაგახსენებთ, რა ქვია, ქსანთიპე, პროქსენები არის. ეს არქიდამოსი არის იმიშთამობის შვილიშვილი და ეს ამის შვილი არის. ანუ ძმათნაფიცობა აქვს ერთმანეთში. ომი დაიწყო. ამათ ძმათნაფიცობა პროქსენობის შესახებ თელმა საბერძნეთმა იცის. და ხოთაშვილის ათენში პერიკლეს მტრები იძახოდნენ, რომ შენო სპარტელების შპიონი ხარ, აი ეს კლეონი, დემაგოგი. ხო რა, ისინი ყველაფერს კადრულობდნენ დემაგოგები, ხო რა. გეგმა არის, რომ აიძულოთ რა და საადმე ხმელეთზე რო გამოვიყვანთ, მერე დავამარცხებთ და წავიყვანთ მშვიდობაზე და დავათმობებთ. ხო, სანამდე ომი დაიწყო, მერე ურთიერთ ულტიმატუმები. ბოლოს ჩამოვიდნენ სპარტის ელჩობა და ათენს მოთხოვეს, რომ დაშალე არქე, ანუ რა ქვია, დელოსის კავშირი, ყველა 200 ქალაქი გაანთავისუფლე, დაუბრუნე ავტონომიას ამბობს, ამბებს, ანუ დაიშალეთ რა. პერიკლემ საპირისპირო კონტრ ულტიმატუმი გაუგზავნა, რომ თქვენ დაშალეთ პელოპონესის კავშირი, გაანთავისუფლეთ პელოპონესური ქალაქები. და რაც თავარია, უცხოელებს შეუშვით ლაკედემონში. და თუ არ უშვებთ, რაღაცებს გაგონებთ ეს რა. ნუ დაიწყო, თებე დაესხა პლატეას. მაგრამ ათენის გეგმა რა არის? ახლა პერიკლეს გეგმა ზედმიწევნით ვიცით, იმიტომ პერიკლეს სახალხო კრებაზე გამოვიდა სიტყვი და თავის სტრატეგია აუწყა ეკლესიას. ამის შესახებ პირდაპირ მომსრეა ამისი. თუ კი დიდე გვიყვება, თუ კი დიდე არის ყველაზე მე რომ გითხოთ ახლა ძველ ავტორებში, მათ შორის რომაელებშიც კი მოგვიანებით, თუ კი დიდეა. იმიტომ
თვითონ ესრება და მე კრიტიკული ანალიზის უნარი აქვს და ფაქტოლოგიებით გელაპარაკება, თავის გაფრენები არ აქვს რა, და ფანტაზია. პერიკლეს არ დიდი სიტყვა არის, ხა პერიკლეს არგუმენტი არის ასეთი, რომ ჩვენი უბედურება არის, რომ ჩვენ არა ვართ კუნძული. თორემ ჩვენ რო კუნძული ყოფილიყავით ატიკა. ჩვენ გვყავს ძლიერი ფლოტი, 400 გემი გვყავს და ვერაფერს ვერ გვიზამს, ვერც სპარტა და ვერც ვერავინ ვერ გვიზამს, მაგრამ რახან ჩვენ ნახევარკუნძული ვართ და არა ვართ მოწყვეტილი ხმელეთს, სამაგიეროდ ჩვენ კომპენსირებას გვიკეთებს ჩვენი გრძელი კედლები. თუ ჩვენ გრძელ კედლებში გავმაგრდებით, სპარტელებმა ქალაქების აღება არ იციან, პელოპონესელებმა ქალაქების აღება არ იციან, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მთავარია ხმელეთზე არ გავიდეთ მათთან საომრად. იმიტომ რომ მოგვიგებენ. როგორც კი შემოვლენ ატიკაში ჩვენს წინააღმდეგ, შევიკრიბოთ აგერ ათენში, აგერ გრძელ კედლებში უზარმაზარი ის არის, სივრცე არის და დიდხანს ვერ შემოვლენ, იმიტომ ახლა ისინიც გლეხები არიან, რომ მოდიან ახლა 40 დღეზე მეტხანს ვერ შემოდიან, მე სახლში ბრუნდებოდი, თავის მოსავალი ჰქონდათ ასაღები პელოპონესელებს ახლა, ხო? 40 დღე ყოველ ზაფხულში გაუძლოთ, უკან დაბრუნდნენ, კი, დაგვიწვავენ სახლკარს, სოფლებში, გაგვინადგურებენ მოსავალს, გაგვიჩეხავენ იმას, რა ქვია, ზეთისხილის ბაღებს, ყველაფერს, მაგრამ ნუ გეშინიათ, ჩვენ ფული გვაქვს, ჩვენ გაცილებით მეტი შესაძლებლობები და ფინანსები, ეგენი ღატაკები და დაქცეულები და ამოგდებულები არიან, კორინთოს მეტი ფული მანდ არავის არ აქვს, ჩვენ კომპენსირებას გაგიკეთებთ, საჭმლის პრობლემა არ გვექნება, ხორბალი შემოგვაქვს შავი ზღვიდან და ვერ გაუძლევენ და რაც თავი ჩვენ ვართ ზღვაზე მაგრები და ჩვენი ფლოტით შეგვიძლია პელოპონესის სანაპიროების დარბევა, აწიოკება და ვაიძულებთ, რომ წამოვიდნენ მშვიდობას. პერიკლეს გეგმა არის ფანტასტიკური, უნივერსალური გეგმა აქვს, გიორგი. და დაიწყო ომი, პირველ 431 წელს, პირველ წელს შემოვიდა დიდი ჯარით, 60,000 მეომრით შემოვიდა არქიდამოსი, სპარტის მეფე, რომელიც არის პროქსენი პერიკლეს, მისი ოჯახი, პროქსენები არიან. დაარბია მოთხარა მთელი ატიკა, ახლა ქალაქს მოადგამა ვერ აიღებს, არ გამოდიან ესენი ქალაქიდან. ხო, შედარება როგორი არის, ახლა ათენელებს ყავთ 30,000 ჰოპლიტი, პელოპონესელებს ყავთ 60,000 ჰოპლიტი, მაგრამ ფლოტებში არის დიდი სხვაობა, 400 გემი ყავთ ათენელებს და 150-მდე ყავთ პელოპონესელებს. ანუ ზღვაზე გულაობენ ათენელებს. დომინირებს ათენელები. დომინირება აქვთ დიდი ძა, ხო და და ისა შემოვიდნენ ეს კი დალეწეს ყველაფერი გადაწვეს მოთხარეს ყველაფერი, მაგრამ ერთი ამბავი ხდება არქიდამოსმა არ მოგიდა პერიკლეს მამულებს ხელი. თელმა ათენმა იცის რომ ესენ პროქსენები არიან ერთმანეთს ოჯახებით არიან ძმათნაფიცები ათენში ეჭვები გახავ არქიდამოსმა რატოც ქნახო ვიცით რომ იქნა პერიკლე გადააყირავონ იმათმა შიგნით. ათენში დიდი ეჭვები გაჩნდა რომ რა არის შენ სახლკარს ვარ წავს ეს ხალხი გამწარებულია გიორგი ამდენი ხალხი გამოიქცა კი ახლა ხის სახლებია სოფლებში ისინი მაგრამ რა არის ყოველ წელიწადს რო უნდა დაგიწვან რო იცი ხო პერიკლე მეჭვები რო გაეფანტა ეს თავისი დიდი ის არა მქვია მეურნეობა აჩუქა ათენს ქალაქს აგერ თქვენი იყოს რომ აღარ ეჭვიანოთ ჩემს პირველი წელი ახლა კი შემოვიდა არქიდამოსი დაანგრია ატიკა, მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწია, გაბრუნდა უკან ათენელებმა 100 გემი გაუშვეს პელოპონესის სანაპიროებზე, დაარბიეს, მოსპეს, გადაწვეს, ზღვაზე ცხვირს ვერ ყოფენ ისე. დასავლეთით გაცურეს პელოპონესის დასავლეთ და კუნძული კეფალინია წაართვეს სპარტელებს და პელოპონესელებს და ძალით შეათრიეს ეს კეფალინია და კუნძული ითაკა ათენის არქეში. ეს ითაკა და კეფალინია არის ძველი ამბიდან რო გავიხსენოთ ახლა ოდისევსის სამკვიდრებელი იყო ტროას ომის გმირის რა ხო ყველაფერი მიდის გადასარევად პერიკლეს გეგმა მუშაობს გადასარევად მაგრამ მოხდა აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი ამბავი 430 წელს ათენში გაჩნდა ეპიდემია
დღემდე არ იციან აი დღესაც კვლევებს ატარებენ რა იყო სიმპტომები აღწერილი აქვს იმას თუ კიდიდეს ანუ შეიძლება თვალების წამოწითლება მერე ხველა მერე რაღაცა ფურუნკულების გამოსვლა ტანზე საშინელი მუცლის ტკივილი ღებინება და უმრავლესობა ხალხის იხოცებოდა მე-7 ან მე-9 დღეს ახლა ზოგი ამბობენ რომ ეგვიპტიდან დღემდე არ იციან ახლა რა იყო ეს მედიკოსები ჩართულები არ იციან რა იყო ეს ასეთი ფაქტია რომ იყო ეპიდემია მაგრამ ამას აღწერილი თვითონ თუ კიდემ გადაიტანა ეს დაემართა მაგრამ გადაიტანა ხო მოხდა ისე რომ აი მოცელვა დაიწყო მოსახლეობის ამ ჩაკეტილ ზონაში ახლა ეს ქვია გრძელი კედლების იმაში ამდენი ხალხია ის კატასტროფა ხდება გიორგი რა აი საღვთო და საკაცო წესები ჩამოიშალა ამბობენ რომ 1/3 ამოწყდა ათენის მოსახლეობის მათ შორის ჯარეს და მეხופებ დაკარგეს ბევრი ფლოტისთვის ძალიან ბევრი ხალხი დაიხოცა როცა ეს არქიდამოსი წინაწილით შემოსული იყო ეს დემაგოგები პერიკლეს პრობლემებს უკვე გავიდეთ და ვეომოთ ანუ პრობლემები აქვს ახლა კი მისი გეგმით მიდიოდა სამდე ეპიდემია დაიწყებოდა ხო მაგრამ მაინც ემორჩილებოდნენ ისა მაგრამ ახლა ეს ეპიდემია რომ დაიწყო ბუნებრივი რეაქცია რა პერიკლეს ბრალია ყველაფერი მაგან დაუღუპაჩო გადააყენეს პერიკლე სტრატეგოსობიდან და უკადრებელი კადრეს ათენელო სპარტაში გააგზავნეს ელჩები და მშვიდობა ითხოვეს ფაქტიურად კაპიტულაციაზე იყვნენ თანახმად სპარტელებმა უართხეს მაგრამ ომი გრძელდება მერე დაბრუნდნენ ესენი გააგრძელეს ისე ომი ეს აი სპობდა მთელ ქალაქს რა ეს ჭირი ხო პერიკლესაც ეწვია უბედურება მოკვდა მისი ორივე კანონიერი შვილი ქსანთიპე და პარალე პირველი ცოლისგან რო ყავდა ძალიან განიცადა ეს მერე არის ასეთი ცნობები რომ ვითომ ათენელებს შეეცოდათ მეორე ვერსია უფრო სანდუარი რომ დემაგოგებმა აიღეს ხელისუფლება მაშინ და ახლა არავის არ უნდა რომ ამ გიჟების ხელში ჩავარდეთ ხო ეს გიჟები ძახე ველზე გავიდეთ ვეომოთ ისა და ათენის ეკლესიამ მოაბრუნა ხელისუფლებაში სამდე მოაბრუნებდა პერიკლეს სანამდე სამბავი დაემართებოდა დააბრუნებდნენ პერიკლეს რახან ერთი შვილი დარჩა ასპაზიასგან პერიკლე უმცროსი მან თხოვა მას და არ ქონდა იმას მოქალაქეობის უფლება იმიტომ პერიკლეს მიერ მიღებული კანონი მოქალაქეობის შესახებ გრძალავდა უცხოელი დედა თუ ყავდა არ იყავი ათენის მოქალაქე და შევიდა თხოვნეთ იმაზე ეკლესიაზე რომ და მიეცითო ჩემ შვილსო მოქალაქეობა და მიცეს, მაგრამ პერიკლემ კიდე კანონ პროექტის სახეც მიცა ამას, რომ მე რაღაც გაუგებრობები არ ყოფილიყო და მიიღეს ასეთი შესწორება შეიტანეს მოქალაქეობაში, რომ თუ ათენელს კანონიერი შვილები, ანუ ნამდვილი ათენელები აღარ აყავს, მას შეუძლია უცხოელი ქალისგან გაჩენილი შვილი გამოაცხადოს ათენის მოქალაქედ და ამ პერიკლეს დაუბრუნეს, სხვათა შორის ეს მერე თავს გამოიჩენს ამ ომში პერიკლე უმცროსი ეს დავიმახსოვრდ. ხო და ასეთი უბედურება დაემართა პერიკლეს და ბოლოს მოაბრუნეს სტრატეგოსად, მიუხედავად ამ უბედურებისა მაინც საბოლოო ჯამში ახლა ეს ასე რომ გაგრძელებულიყო, ათენი გაიმარჯვებდა, მაგრამ პერიკლე მოკვდა თვითონ გიორგი ამ ჭირით. თუმცა თუ კიდე აღწერს რომ სხვა სიმპტომები ქონდა, ამას უფრო დიდ ხანს გაუგრძელდა ეს რა ქვია. ახლა თანამედროვე მედიკოსები და ისტორიკოსები ამბობენ რომ პერიკლეს შეიძლება ეს ჭირი კი სხვა რამე დაემართა საერთოდ.
მოკვდა. რა საკში იყო მაგ დროს? აი 94-ში დაიბადა და 29-ში მოკვდა, რამდენი 60 რამდენი გამოვაკლოთ ახლა 66-ის თუ რაღაც არ შეგვეშალოს რა 494-ში დაიბადა და 429-ში მოკვდა ისე 60-ზე მეტია რა როცა კვდებოდა მის მეგობრები იყვნენ შეკრებილები იქა და ეგონათ რომ არ ესმოდა რა სასტუმალთან იყვნენ ახლა ვინც დარჩნენ მის მეგობრები ისინი ცოცხლები და ამბობდნენ რომ მაგარი იყო და 9 გამარჯვება და 9 ჯერ ტროფეუმი დადგა და მტერს ამარცხებდა ათენი ნახე რა გვაქცია მის დამსახურებებზე ლაპარაკობენ ალბათ ეგონათ რომ არ ესმოდა ამას რა ამა გაახილა თვალები და უთხრა არასწორად მსჯელობთ თქვენო ჩემო მეგობრებო ჩემ გამარჯვებებშიო შემთხვევითობების დამსახურებებიც არისო და სხვა ათენელებისაც ისინი იბრძოდნენ და მე დიდი კოლეგები მყავდა სტრატეგოსები იმათი თქვენი და ათენელების დამსახურება ჩემი წარმატებები მარტო ჩემი არა და შემთხვევითობაც მაგრამ მეორითაც ვამაყოფო და რაც მიხარიაო რომ ისე ვკვდებიო რომ ერთ მოქალაქეს უსამართლოდ არ ჩავაცვი შავი მოსასხამი ანუ არავინ არ დამისჯია ტყუილ უბრალოდ და მართლაც არ არსებობს ცნობა რომ ვინმე პერიკლემ უსამართლოდ ან დასაჯა ან საერთოდ სიკვდილით რეპრესიები არ ქონდა ახლა რა მივიღეთ ჩვენ ხო მივიღეთ დიდი მემკვიდრეობა ახლა პერიკლეს მემკვიდრეობის შეფასება დიდხანს მიდიოდა მე მეორე თაობის ათენელებს არ მოწონდათ ვიღაცა ახლა თუ კი დიდე ამართლებს მაგრამ სხვებს არ მოწონდა ხო პლატონი მაგალითად აგინებდა რომ მაგან გარყვნაო ათენის მოსახლეობაო როცა ხელფასები შემოიღო და მაგრამ თუ კი დიდე ამართლებს თუ კი დიდე ამბობს ეს ნამდვილი დემოკრატია იყო რომელსაც მართავდა ავტორიტეტი ადამიანის მისი ავტორიტეტით იმართებოდა თანამდებობები ჰქონდა 15 წელი იყო უცვლელი სტრატეგოსი მაგრამ სტრატეგოსებს ხვებიც იყვნენ გიორგი ხო მან შექმნა ახალი ტიპი აი დღესაც მე უკვე მოგვიანა რომელი რესპუბლიკელებისთვის კუმირი იყო როცა რესპუბლიკა მყარდება ხო ტარგვინიუსები რომ დაამხეს და რაღაცები ამაზე გვექნება ჩვენ ლაპარაკი ხო ეს იყო კუმირი ამერიკელი დამფუძნებელი მამების საფრანგეთის დიდი რევოლუციის რა შექმნა მან დემოკრატია შექმნა თუ იმპერია შექმნა და ორივე შექმნა დემოკრატიული იმპერია შექმნა ნაციონალური სახელმწიფო შექმნა კულტურული ექსპანსია, რასაც ქვია, კულტურული ექსპანსია. მანამდე არ იყო ეს ცნობა, ვიღაცა რომ მოვიდა დაგიბრობდა, ჩაგარტყამდა თავში, ან რაცხას გიზამდა, ან გაგაუქმებდა. ან კულტურული ექსპანსია შექმნა. ათენს რას წახოდნენ ცი? ელადაში. ათენს ეძახოდნენ ელადის სკოლა. აქ იყო, არ ვიცი, ყველაფერი იყო აქ მოვაწეოდნენ ანაქსაგორე, ზენონი, რავი, ვინ არ იყვნენ აქ, ხო, აქ იდგმებოდა პიესები, რა ვიცი, ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე, მათი პიესები, სპარსელები, ტრილოგია ორესტეა, ოიდიპოს მეფე, ანტიგონე, რავი, აი ყველა თემატიკა იყო რა. ადამიანის ბედო-მართობის ტრადიციების გადასინჯვის, ღმერთების უსამართლობის, აი მედეა, ევრიპიდესი ხო, ტროელი ქალები, აი მტრის მტერზე თანაგრძნობენ, აი სპარსელები ხო, ახლა ესქილესი რა არის, რომ სპარსელები რო გებულობენ ორმაგ დამარცხებას რა დღეში, ანუ თანაგრძნობა მტრის მიმართაც, ბარბაროსების მიმართაც, ანუ ყველა იდეა ამასთან მეგობრობდნენ, რა ვიცი, ჰეროდოტე, იმის სალონში, ანუ ჰეტერიაში, ასპასიასთან სოკრატე დადიოდა. რა ვიცი. ეს იყო გრანდიოზული მემკვიდრეობა დატოვა ამ კაცმა, აი თავწაგრძელებულმა მუზარადიანმა კაცმა წინა გადაცემაში. აი ამის ამშენებელი რა.
რაღაცა გრანდიოზული მემკვიდრეობა დატოვა და ახლა დავამთავროთ ახლა საინტერესო არა ამას რა ეწია ბედი პართენონს ასეთი რო იყო და დღეს რატოა დანგრეული ჩვენ ვიცით ხო ახლა დღესაც კი გაოცებას იწვევს პართენონის ნანგრევები პერიკლეს რამდენადაც პერიკლეს მიმდევრები აი დემოკრატიული იმპერიების იდეა ბრიტანეთის მე-19 საუკუნის იმპერიის თავარი სულის ჩამდგმელი საფრანგეთის იმპერია აი კოლონიალური იმპერიები რომლებიც რესურსებსაც იღებდნენ მაგრამ განათლებასაც აუცილებლად რა კითხვას მედიცინას სოციალურ დაცვას დემოკრატიასაც ხო სასამართლოს ეს პერიკლეს მოდელი აიღო სამყარო პერიკლეს ათენი ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ახლა ბევრი დამფუძნებელი მამა დასავლურ ცივილიზაციას არ აქვს პირველი ქრისტიანები და იესო ქრისტე ეს არის ქრისტიანობა ბიბლიური თემატიკა ეს არის ათენური განათლებულობა რომლის სიმბოლო ახლა არისტოტელეს და პლატონს ახლა მოწონდათ თუ არ მოწონდათ პერიკლე ეს არის ალბათ იულიუს კეისარი იმიტომ რომ რომაული სამართალი და რომაული კომუნიკაციები და ლოჯისტიკა აი ეს სამია რა იერუსალიმი ათენი რომი და პერიკლე არის ამ სამთაგანი მამა აი ჩვენ ყველას იმეო აი ეპოქ ხანა ვიცით ჩვენ რამოდენია აღორძინების ხანა ოქტავიანე ავგუსტუსის ხანა ეპოქები ბევრი ვიცი მაგრამ ნაპოლეონის ხანა არ არსებობს არ არის ის ხანა არის ოქტავიანეს ხანა ოქროს ხანა რომის იმპერია უნივერსალური იმპერია ეს არის პერიკლეს ხანა ეს არის აღორძინების ხანა რენესანსის ხანა და დაუკვირდი ერთ რამეს ეს ხანები არ არის ომებთან დაკავშირებული ეს მშვიდობასთან არის დაკავშირებული კი ომი დაიწყო ბოლოში მაგრამ ეს მშვიდობით სამშვიდობო ექსპანსია განახორციელა ეკონომიკური კულტურული სააზროვნო ფილოსოფიური ყველაფერი ერთმა კაცმა აგარისტას გაჩენილმა სიზმარი აუხთა სამყაროს ლომი დაიბადა ხო ეს იყო ადამიანი თავის სისუსტეებით შეცდომებიც მოდიოდა მაგრამ გამოსწორებები იცოდა რა ეწია ხა ამას ხო საინტერესოა რა ბედი ეწია პერიკლეს მატერიალურ მემკვიდრეობას პართენონს ხო ათენის აკროპოლის უცებ ვიტყვი რა ქრისტიანობამდე უვლიდნენ ბერძნებიც უვლიდნენ მერე დიადოხებიც უვლიდნენ ალექსანდრეს მემკვიდრეებიც უვლიდნენ ქრისტიანობა რო შემოვიდა გადააკეთეს ეკლესიად ტაძრად გადააკეთეს მაგრამ უვლიდნენ მერე როცა მოვიდნენ თურქები მეჩეთად გადააკეთეს და რაღაცები დაშალეს მერე თუ არ ვცდები 1687 წელს ოსმალეთის იმპერიის დროს ვენეციელებმა შემოარტყეს ალყა ამას და ზარბაზნები დაუშვეს იქ შიგნით თურქები იყვნენ გამაგრებულები და იქ ჰქონდათ საცავი იმის იარახის ხო ასაფეთქებელი ნივთიერების და როგორც ჩანს მოარტყეს აფეთქდა დაინგრა ეს პართენონი მაგრამ ნუ რაც დარჩა მერე 1827 წელს იყო ხო როცა განმათავისუფლებელი ომი დაიწყეს ბერძნებმა თურქების წინააღმდეგ და კოსტას ხორმოვიტოსი იყო ასეთი ბერძენი პარტიზანი თურქებმა და ალყაში ყავდათ ვერ აიღეს ბერძნები იყვნენ შიგნით გამაგრებულები და თურქებმა გადაწყვიტეს მისი აფეთქება გიორგი და ის გათხრა დაიწყეს რომ შეეტანათ გვირა ლაღუმები შეეტანა კოსტას ხორმავიტოსი იყო ასეთ ბერძენი პატრიოტი რომელმაც მიუხვდა ესენი რომ ამას აფეთქებდნენ და ჩაშალა თვითონ საპირისპირო ის გათხარეს ბერძნებმა და ჩაუშალეს გადაარჩინა თუ არ ვცდები ათენში მისი დიდი ქუჩა არის შეიძლება ვწდებოდე მაგრამ ეროვნული გმირია
დღეს ამ სახით მე ბრიტანელები მოექცნენ თუდად რაღაცები მოხსნეს, წაიღეს ისაქნეს, მე ბერძნებმა რაც შეძლეს აღადგინეს და აი დღესაც კი მისი ნანგრევები რაღაც სასაულ შთაბეჭდილებას ახდენს. აი 25 საუკუნე გავიდა პერიკლეს მატერიალური და არამატერიალური კულტურა მართავს სამყაროს, გიორგი რა. და ჩვენზე გავლენა აქვს, ახლა რამდენი ტერმინი რა ჩვენ ვილაპარაკეთ აქ და ასად ყოველდღე სამზარეულოში, ოჯახებში, ქუჩაში, ავტობუსში ძალიან ბევრ რაღაცას რო ვამბობთ, ჩვენ სიტყვა როგორია, ზოგს ქართული როგორია ყველაფერი, ხო? პერიკლედან მოდის, ცნებები პერიკლედან მოდის, ხო და ასე დამთავრდა პერიკლეს ეპოქა, ხა შემდეგ ჩვენი მოგზაურობის კურსი იქნება ის ღვთისრისხვა, ის ღვთისწყევლა, ის ხანძარი, ის შავი მგელი, რასაც ქვია პელოპონესის ომი, რომელიც 27 წელი გაგრძელა, დაანგრია ძველი საბერძნეთი რა და ამაზე მე უკვე მოგვიანებით, მაგრამ თავარი ერთი რამე არის, რომ ჩვენ ვიხილეთ გამწყინება, ჩვენ ვიხილეთ ბერძნული მზე რომელმაც გაანათრა მაშინდელი ბნელი სამყარო და ამ მზის ავტორი იყო პერიკლე, ქსანთიპეს და აგარისტას ძე. ძალიან საინტერესო იყო ამის მოსმენა, ძალიან დრამატულიც, ამავე დროს ძირითადი ნაწილი მაინც ძველი საბერძნეთის გაბწყინების ეპოქაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ასე დრამატულად დასრულდა. ეს არის კიდეც ისტორიული კანონზომიერება, ყოველთვის ეხება ხო, რომელიც სხვა წვერვალიდან მერეკისრის ტეხაა. სხვა ეპოქების აღწერაშიც გამოჩნდება ეს პარალელები. მადლობა ძალიან დიდი გუბას, დავსვათ წერტილი, მადლობა ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს და სამ დამშვიდობებით კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მოიწონონ ჩვენი გადაცემები, გამოიწერონ დროების YouTube არხი, გაუზიარონ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს ცოდნა ემეტებათ. მადლობა, რომ გვერდჩქვით გახართ. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები.